ყველა რუსეთის მეზობლის სახელით დიდი მადლობა გვაქვს სათქმელი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისთვის, რომ რუსეთის იმპერიის დაშლის გეგმას ასრულებს წარმატებით. საწვავი თუ არა გაქვს ეკონომიკას ვერ ამუშავებთ ვერანაირად. 30-35%-ით ნაკლები მოსავალი იქნება აღებული. მიახლოებით ხვდებით რამხელა დეფიციტი იქნება სურსათის. Бензина нет. Ну, я еще помню, мое поколение помнит, как еда вообще была по карточкам. ხლა თუ ეს ამან დააბრუნა 90-იან წლებში, ხო, აი რაღაცა დგას პუტინი მაშინ. ხალხი მარტო ფრონტზე კი არ აკლია, ეკონომიკაშიც აკლია. აი მე ნახე შენ ეკონომიკის ჩამოშლა. ის რაც უკრაინელებმა შეძლეს დრონების მასობრივი წარმოების თვალსაზრისით არის სასწაული უბრალოდ. ანუ დრონის ფარდა და შედიან ამ ფარდაში და იხოცებიან. იქ კატასტროფა ხდება მსხვერპლის თვალსაზრისით, ხო? და კიდე მართლა ხორცაკები მანქანა რა არის? აი ეს არის, აი ზუსტად. გემობანა რო არის თამაში, დაახლოებით ეგრე დაძდებენ უკრაინული დრონები ახლა ტანკერები. რუბილნიკი გამოუერთოთ ყირიმს, რა დაახლოებით ეგაა სახელი, იმიტომ რომ უნდა ჩაბნელდეს ყირიმი და ყირიმში მარცხი იქნება პუტინის მთავარი დელეგიტიმაცია. ყოვლის შემძლეობის ლეგენდის მიღმა არის ერთი მოხუცი კაცი. ამ ელიტებშიც უკვე რაღაცები ხდება რა, მთლად ეგრეც აღარ. რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს შანსები მხოლოდ გაიზრდება. იმიტომ რომ კარგი სვლა რუსეთს ამ წუთას არ აქვს. ერთადერთი რაც შემონახული აქვს, რაც არ გაუკეთებია, ეს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება. ძალიან დიდ ნაწილს რუსული საზოგადოების ეგ ფული არ უღირს იმათ რომ წავიდეს და იქ მოკვდეს. ეს ისიც უღირს, ისი უკვე იქ არის. რობერტ მადიარი იტყვის მაგას, ამდენ რუს რა დამარხავ. მოგესალმებით, თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე, როგორც იქნა დავბრუნდი ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ დაბრუნდა გადაცემა აქცენტები და დაბრუნდა ასევე გადაცემა სისტემას შიგნიდან. ეს გადაცემა უკვე ჩავწერეთ ირაკლი შაიშმელაშვილთან და გიორგი ირემაშვილთან ერთად, რომელიც ეძღუნება არჩევნებს, ჩვენ ბევრი გვილაპარაკი არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ასეთ სრულ სურათს როგორიც ჩვენ ამ გადაცემაში დავხატეთ, ვერსად ვერ ნახავთ და რაც მთავარია ყველას ვურჩევ ამ გადაცემის ნახვას, რადგან მთავარ კითხვაზე სწორედ ამ გადაცემის შემდეგ შეგიძლიათ გასცეთ თქვენი ინდივიდუალური პასუხი, ღირს თუ არა არჩევნებში შესვლა ამ პირობებში და რა შემთხვევაში, ანუ იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს ოპოზიციამ, პირველ რიგში ჯერ უნდა იცოდეს ზუსტად დეტალურად რა სისტემასთან აქვს საქმე, გაყალბების რა სისტემასთან აქვს საქმე, რომელიც როგორც გიორგი ირემაშვილი და ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობენ 2018 წლის შემდეგ ნელ-ნელა მთლიანად შეიცვალა და ისეთი სისტემა გახდა, რომლითაც გიორგი ირემაშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი აუცილებლად დარჩებოდა ხელისუფლებაში ასეთი სისტემით 2012 წელს, რომ არჩევნები ჩატარებულიყო. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა ჩავწერეთ, მაგრამ ეს გადაცემა დღეს არ გავა, რადგან ამ კვირაში ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა უკრაინისთვის და არც არჩევნებს და არც არაფერს ჩვენ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა თუ უკრაინამ რუსეთს ომი არ მოუგო და ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა ამ ომში უკრაინის სასარგებლოდ და ეს კვირაც იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი და თუ რატომ ამას ჭირდება ძალიან ღრმა და კარგი ანალიზი და სწორედ ამ თემით დავბრუნდი, კარგი თემით, მნიშვნელოვანი თემით მისმინეზე და დღეს ჩვენი სტუმრები არიან გიორგი ლოლაძე, გიორგი ბადრიძე და ლევან ყურაშვილი, ჩემი საყვარელი ექსპერტები ამ თემაზე. მოკლედ, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთთვისაც მნიშვნელოვანი კვირა იყო, წარმატებას მიაღწია, მაგალითად, რამდენიმე რეგიონში, იმისათვის, რომ ბენზინის რიგები შეემცირებინათ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლუწი ნიშნების მანქანებისათვის ლუწ რიცხვებში ჩაესხათ ბენზინი და კენტი რიცხვების მქონე ავტომობილებისთვის კენტ რიცხვებში მგონია, რომ ეს ძალიან დიდი გარდატეხაა რუსეთისთვის. არ კი ეს ხუმრობ. მოკლედ. დავიწყოთ იმით, თუ რა მოხდა ნატოს სამიტზე. პირველ რიგში პატრიოტების ლიცენზიის გადაცემა უკრაინისთვის, ასევე რაკეტების გადაცემა, ასევე ძალიან დიდი დახმარების პაკეტის, ფინანსური დახმარების პაკეტის გადაცემა 150 მილიარდზე არის საუბარი, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი პატრიოტების წარმოების ლიცენზია და რომ ავხსნათ ეს პატრიოტები რას ნიშნავს დღეს უკრაინისთვის. ლევან, მოდი შენიდან დავიწყოთ. სალამი ეკა, მივესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის.
გარდა კენტ და ლუწულის ცხებში მანქანებში ბენზინის ჩასხმისა ტალონები შემოიღეს ბნელი და ტკბილი კი ბნელი და ტკბილი 90-იანები გამახსენდა მაშინ იყო ხოლმე ტალონები და პურის რიგებიც გამახსენდა როცა ბენზინის რიგში დგანან და სიმონიანმა თქვა სალავიოვთან ინტერვიუში რომ ეხლა რა პრობლემა არისო დებოდა ძმება 90-იან წლებში ჩვენ ისეთი გაგვივლია რომ ამასაც გავივლით ანუ შევეგუოთო რა რაც არისო 90-იანებში ამერიკამ გადაარჩინა კიდევ ერთხელ შიმშილს რუსეთი და ამჯერად არ ვარ დარწმუნებული რომ ვინმე რუსეთს გადაარჩენს ამ სიტუაციაში თუ მაქამდე მივიდა რა თქმა უნდა საქმე ჯერ ასე არ აქვს საქმე რომ თლად შიმშილის პრობლემა ქონდეთ ჯერ თუმცა პუტინს ისე მიყავს საქმე რომ არ არის გამორიცხული რომ რაღაც პერიოდის მერე აქამდეც მივიდნენ ყველაფერს აკეთებს მოკლედ ამისთვის და მთელი საქართველოს და არა მარტო საქართველოს სახელით პრინციპში ყველა რუსეთის მეზობლის სახელით დიდი მადლობა გვაქვს სათქმელი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისთვის რომ რუსეთის იმპერიის დაშლის გეგმას ასრულებს წარმატებით და მე მჯერა რომ რაღაც 10 წლეულები რო გაივლის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რომელიმე საზოგადოებრივ ტუალეტთან მისი ბიუსტებიც დაიდგმება ამ შესანიშნავი წარმატებისთვის რასაც წარმატების აღსანიშნავად კი რა თქმა უნდა რომ არასოდეს არ დაგვავიწყდეს ის მსახურებს ამას ნამდვილად და ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენთვის ეს გარემოება იმდენად მნიშვნელოვანია უკრაინა რუსეთის ომი ამ ომში რა მოხდა პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს მდგომარეობაზე და იმ პერსპექტივაზე შეგვიძლია თუ არა ეს ადგილობრივი ავტორიტარი შევცვალოთ. მოდი ეხლა დავიწყოთ ჯერ უკრაინით დავიწყოთ. რა მნიშვნელოვანი სამიტი იყო და შემდეგ გადავიდეთ უკვე რუსეთში რა მდგომარეობა. რაც შეეხება თვითონ სამიტს ხო და თავარი ჩვენთვის რაც იყო ეს იყო ზელენსკისა და ტრამპ შორის შეხვედრა და თვითონ საიდან სადმოვედით ხო იგივე მაგალითად თეთრი სახლის შეხვედრის შემდეგ როცა სერიოზული დაპირისპირება იყო JD Vance ტრამპსა და ზელენსკის შორის აქედან მოვედით იქამდე რომ რაღაც ზელენსკი ხუმრობებს ყვება შეხვედრაზე ხო და თავარი აქ ძალიან საინტერესო იყო და ამას ვაჩვენებთ ახლა ზელენსკის სახე, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა ხო არ ჩახვიდოდი მოსკოვშიო და შემდეგ უთხრა, რომ აი რა სახეს იღებს ზელენსკი, ეს გენიალურია ეს სახე. So Ukrainian drones they are that's right. და მე რეუბნება, რომ ვერ ჩავალო, იმიტომ რომ იქ უკრაინული დრონებიო დიდ საშიშროებას ქმნიანო. ხო, ეს კვარტალ 95-ის და კრივოიროგის კავენის სკოლა არსაც წასულა, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია ომშია, მაინც ეს რაღაც იუმორის გზნობა შემორჩენილი აქვს, რაც ძალიან კაია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასეთ სიტუაციაში იუმორი არის ერთ-ერთი რამაც შეიძლება გაგაძლებინოს, ხო? ხა გადავიდეთ პატრიოტებზე და პატრიოტებზე ლიცენზიის დაპირებაზე, მოდი ჯერ ესე ვთქვათ, მაინც იმიტომ რომ ჯერ ეს რაღაცა არ ვიცით, რაღაც გადაწყვეტილად ბეჭედი არა აქვს ამ ამბავს დასმული, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით ასე მოხდება, იმიტომ რომ პირადად ტრამპის დაპირებაა, ხო? უკრაინას ამ წუთას ყველაზე დიდი პრობლემა რაც აქვს, ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემებში. უпроსტად სისტემებში კი არა, რაკეტებში, იმიტომ რომ სისტემები გამშვები და ანადგარები მაგალითად საკმარისი აქვს, მაგრამ რახან სოფლიოში ძალიან ცოტა იწარმოება ანტირაკეტები, რომელიც საჭიროა ბალისტიკური რაკეტების, ფთოსანი რაკეტების, დრონების გადასაჭერად, ამიტომ დეფიციტია ხოლმე უკრაინაში და ამიტომაც იპარება როგორც წესი დამბომბების დროს ამდენი რაკეტა. როცა რაკეტების პრობლემა არ იყო, 90% პლუს უკრაინა ჩამოაგდებდა ხოლმე სანამ დეფიციტი გაჩნდებოდა 100-დან 100%-ს ვერასდროს ჩამოაგდებ. ხა რაღაც ერთ კონკრეტულ თავდასხმას შეიძლება ყველა ჩამოაგდო, მაგრამ საშუალო სტატისტიკურად ხო 100%-ის ჩამოგდება შეუძლებელი. ამერიკის შეერთებული შტატებიც ვერ აგდებს, აგერ ნახეთ ირანთან ომის დროს, ხო? მაგრამ პრობლემა რა არის? პრობლემა არის ცოტა იწარმოება. იმიტომ რომ არავის არ ქონდა გათვლა ცივი ომის დასრულების შემდეგ რომ სამყარო მივიდოდა იქამდე, როცა ევროპაში იქნებოდა ამხელა ომი, როცა მილიონები იქნებოდა ჩართული და ყოველდღე ათასობით დრონი იფრენდა, მით უმეტეს დრონებზე ხო მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ამიტომ ეს საწარმოო სიმძლავრეები, რომელიც იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცივი ომის დროს, შემცირდა ნელ-ნელა მცირდებოდა და მივიღეთ ის რაოდენობა წლიური წარმოების, რომელიც არ არის საკმარისი ამ ომში. და ახლა რაც არის კარგი არის ის, რომ უკრაინას შეუძლია
ომის პირობებში ზოგადად როცა გიჭირს ახლა უფრო ინდომებ რა, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია და გარდა ამისა, უკრაინის მთელი ქვეყანა უკრაინა გადასული არის სამხედრო რელსებზე, ხო? მათი სამხედრო წარმოება, სამხედრო ტექნიკური შესაძლებლობები არის ბევრად უფრო მეტი ვიდრე იგივე მაგალითად ევროპის შესაძლებლობები აქ არ გულისხმობ რა თქმა უნდა ტექნოლოგიურ შესაძლებლობას. ტექნოლოგიურად მეტი შეუძლია ჯერჯერობით მაინც ევროპასაც და ამერიკასაც, მაგრამ რაც შეეხება სიმძლავრეებს, რაც შეეხება მუშახელის რაოდენობას, სწრაფ გადაწყვეტილებებს უკრაინაში, ეს უფრო ეფექტურად ხდება. ამიტომ ის ლიცენზია, რასაც ის მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მას მისცემს საშუალებას, რომ მოკლე დროში ეს რა თქმა უნდა არ იქნება 1 თვე და 2 თვე, მაგრამ უფრო მოკლე დროში ვიდრე დაუშვათ იგივე ამას ამერიკელები გააკეთებდნენ, აწარმოოს იმაზე მეტი, ვიდრე მაგალითად ახლა აწვდის იგივე ამერიკა ან მისი მოკავშირეები. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ უკრაინის ცა იყოს დაცული. პლუს მინუს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მომხდარ რაღაცა ყოველთვის გაიპარება. შეუძლებელია რომ რაკეტა არ მაგრამ ეხლა ჩვენ რაც ვნახეთ ბოლო დღეებში უზარმაზარი ზიანი მიადგა ხო კიევს ამ სარაკეტო დაბომბვისგან და არ იყო რაკეტები. და ეს თქვათ ეს პრობლემა თუ მოაგვარა კიევმა რამდენად შეცვლის ეს ომის ბუნებას, იმიტომ რომ დღეს პუტინის მთავარი სადამსჯელო ღონისძიება არის კიევის დაბომბვა, ხო? და სამოქალაქო მსხვერპლი. ანუ ამით იძიებს შურს. სხვა მეტი მას არაფერი არ დარჩა, თუ სყმადაღებულ ბირთვულ ომს არ დაიწყებს, ხო? და ამაზე ჩინეთიც თავის გასაკეთებელს გააკეთებს, იმიტომ რომ ბირთვული ომი აქ არავის არ უნდა. ამიტომ აი ეს მაინტერესებს, ეს ანუ საბოლოო ჯამში, აი მოკლედ რომ მითხრა, ეს რამდენად შეცვლის ომის ბუნებას. ჩვენ თუ აქ გულისხმობთ იმას, უკრაინას რამდენად დაეხმარება ეს ფრონტის ხაზზე, კი, გარკვეულწილად რა თქმა უნდა დაეხმარება, იმიტომ რომ იგივე ფრონტის ხაზზეც მათ შორის რუსები დაფრინავენ ხო და ისვრიან მართვაც აავიაციო ბომბებს, რომელიც უკრაინას რა თქმა უნდა პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩვენ იმის ახლა რო ვთქვათ, რომ რაღაც პატრიოტის რაკეტები იქნება ძალიან ბევრი და ამიტომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება, ესე არ არის. ფრონტის ხაზზე სიტუაციის ცვლილება სხვა რაღაცეებზეა დამოკიდებული. ეს რაც ეხება საჰაერო თავდაცვას, სწორად თქვი შეეხო, პუტინი რას აკეთებს? პუტინი შურის მაძიებელია ჰიტლერივით, რა ფაუერთებს და ფაუგორებს რო ისრო და ლონდონის მიმართულებით იგივე საკეთებს. ხო, ანუ ეს არის ადამიანების მსხვერპლი იქნება უფრო ნაკლები. კარდინალურად შემცირდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხადია ამ მშვიდობიანი მოქალაქის დაცვა არის მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა და ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლებს, მათ შორის შეამცირებს ქალაქებში ნგრევას და უფრო დაცული იქნება უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის წარმოებებიც უფრო მეტად დაცული იქნება, ენერგეტიკული ობიექტებიც უფრო დაცული იქნება, ბევრად ნაკლები შანტაჟის საშუალება იქნება. აი, ზუსტად მაგას ამბობ, თუმცა ფრონტზე ოდნავ მოგვიანებით გადავიდეთ, ხო? იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც პუტინს ეცლება შურის მაძიებელი თავდასხმების საშუალება როგორც ბერკეტი ხელიდან, ხო? ეს ძალიან, იმიტომ რომ ეს აჩვენებს, რომ აი ნახე, მე რა მაგარი ვარ, რამდენი ადამიანი ჩავხოცე რაღაცა პროპაგანდისტულ ომში, ესეც გამოიყენება და როდესაც ეს ბერკეტი არ ექნება, ეს ძალიან დიდ ცვლილებას გამოიწვევს თვითონ ასევე უკრაინისთვისაც უმნიშვნელოვანესი იქნება, ხო? თუმცა ეს დავამატებ, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ პუტინმა ესეც რო გააგრძელოს, ეს არაფერს არ შეცვლის ფრონტის ხაზზე. ანუ ამითი ომების მოგება არ ხდება. როგორც ჰიტლერმა ვერ მოიგო ამითი ომი და როგორც იგივე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამით ვერ დაამარცხა ირანი, გაცილებით მეტად ბომბავდა, ხო? ირანს ამერიკის შეერთებული შტატები ვიდრე უკრაინას ბომბავს პუტინი, იმიტომ რომ ამერიკას მეტი შესაძლებლობა აქვს. ასე ომების მოგება არ ხდება, ასე უბრალოდ ხდება შურისძიება მშვიდობიან ადამიანებს. ანუ ხვალ რო არაფერი შეიცვალოს და ერთ წელში პუტინი ამას მაინც ვერ მოიგებს მიუხედავად იმისა უკრაინას რამდენი თუმცა უკრაინასთვის ეს წარმოუდგენლად დიდი შვება იქნება და მეტი ძალის ხვება მოხმარდება შემდეგ ფრონტს. აი თქვენი ეს ორივე აზრი მაინტერესებს რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი აზრით ამ კვირაში? მოგესალმებით, რა თქმა უნდა მეც შევეცდები ამას, რა თქმა უნდა ეს პატრიოტის რაკეტები უმნიშვნელოვანესია და ამის დეფიციტი რო არის უკვე თვეებია გვესმის პირადად ზელენსკისგანაც, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერისგანაც და პირდაპირ ამბობს ეს ხალხი, რომ ჩვენ გვაქვს სისტემები, ძირითადად ეს პატრიოტის სისტემები გერმანიამ გადასცა უკრაინას და რაკეტები არ გვაქვს და ვერავინ ვერ აძლევს, იმიტომ რომ არაგები ყველას ლიმიტირებული აქვს, მე ამას უკვე სპარსეთის ყურეში დაემატა ეს
ირანის თავდასხმების, სპარსეთის ყურის ქვეყნების და მერე ამ არაბულმა ქვეყნებმა, რა თქმა უნდა, გულუხვად ისროლეს ამ ირანული რაკეტების წინააღმდეგ და საბოლოოდ ვიცით, რომ წელიწადში 500-600 ცალი წარმოება ამ ტიპის რაკეტა, აქ არის პაკ-3-ებზე ზირითადად საუბარი და პაკ-2-ებზე და უნდა ავხსნათ რა, ხო, ანუ უკრაინას არ აქვს ზოგადად საჰაერო თავდაცვის პრობლემა. უკრაინელები მსოფლიოში საუკეთესოები არიან მაგალითად დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში და უფრო მაღალი პროცენტულობით აგდებენ რუსულ დრონებს, ვიდრე მაგალითად ისრაელი აგდებს ჰეზბოლას დრონებს, ხო? ან იგივე ფთოსანი რაკეტების მათთვის უკვე აღარ არის პრობლემა, მაგრამ ბალისტიკური რაკეტა განსაკუთრებული პრობლემაა, რადგან უფრო სწრაფია, უფრო უცნაური ტრაექტორია აქვს და უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია და რაც თავარია პეტრიოტის გარდა სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინას აქვს, არ შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება. და სტატისტიკას როცა უყურებდით, იყო რა, რომ უკრაინამ ჩამოაგდო დრონების 95%, ფთოსანი რაკეტების ამდენივე პროცენტი და ბალისტიკურების ბევრად ნაკლები. იმიტომ რომ იყო რაკეტების დეფიციტი და ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს საშინელი მსხვერპლი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ნახეთ და ეს პროცესი დიდი ხანია ამაზე უკვე უკრაინას საუბრობს, რომ გაიცეს ეს ლიცენზია, პირველად ამის შესახებ განცხადება დიდი შვიდეული სამიტზე გაკეთდა. ეხლა უკვე ნახეთ ნატოს სამიტზე განცხადება, როდესაც ზელენსკის და ტრამპს ჰქონდათ ერთობლივი პრესკონფერენცია და ვნახოთ ეს ამდენად იქცევა რეალობად, ხო, ჯერ ტრამპმა ესეთი უცნაური განცხადება გააკეთა, რომ არ წარმოეთო, მაგრამ ჯერ იმ კომპანიებისთვის არ გვითქვამს, რომ ეს წარმოება უნდა დაიწყონ და იმედია ეტყვის და მე იმათგანაც თანხმობა იქნება ამ საკითხზე. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს ეს თეთრი სახლი, ამ შემთხვევაში ის კომპანიები ვერაფერს ვერ ეტყვიან. არა, იმ კომპანიებს მომგებიანი იქნება ეს ყველაფერი. იმათთვის მომგებიანი, რადგან თუ გაფართოვდება წარმოება, მეტ ფულს მიიღებენ, ხო? მეორე მნიშვნელოვანი იყო ეს 70 მილიარდზე, ანუ წელს გამოიყოფა 70 მილიარდი და მომავალ წელსაც მინიმუმ ამდენივე და შეიძლება მეტი. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. და ნუ ზოგადად რაც ვნახეთ, ასევე საგარეო პოლიტიკური გამარჯვებაც ახლო ზელენსკისთვის, იმიტომ რომ ამ კომუნიკეში რა განცხადებას წავიკითხეთ, ხა ნატოს გაფართოების მიმართულებით არანაირი პროგრესი არაა უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, პირიქით ახლანდელი ადმინისტრაცია ამერიკის ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას, მაგრამ რაც ჩაიწერა არის ის, რომ უკრაინა დახმარების მიმღები კი არა, პირიქით უსაფრთხოების კონტრიბუტორია მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. ხო, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, იმიტომ რომ პრაქტიკულად უკრაინა აკავებს ამ ბარბაროსებს, რომლებიც ევროპას მოადგენენ, ხო? და ეს დიპლომატიურ დონეზეც აღინიშნა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სამიტის შედეგებს ხომხრივ რაც შეეხება ეს იყო ძირითადი აღსანიშნავი რაც არის და დანარჩენი უკვე ამ პერიოდში გამოჩნდება, ხო? მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს მხარდაჭერა და ერთიანობა უკრაინის მიმართ რაც ევროპაში არსებობს გაგრძელდეს, ამაზე შიდა პოლიტიკა ამ ქვეყნების დიდ გავლენას ახდენს და საბედნიეროდ ამ კონტექსტში, ასე ვთქვათ, უნგრეთის გათავისუფლება. კი, უნგრეთის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველთვის იყო ევროკავშირის შიგნით ის ძალა, რომელიც ყველაფერს ბლოკავდა და ფაქტია, რომ ჯერჯერობით ორბანის როლი არ მოუგია არც ფიცოს, არც ბულგარეთის ამ ახალ ლიდერს და სხვებსაც, იმიტომ რომ ისინი მაინც უფრო ამ უკრაინის მიმართ სკეპტიციზმის ვაჭრობისთვის იყენებენ და არა რეალურად ყველაფრის დასაბლოკად და ორბანი განსაკუთრებული პრინციპულობით გამოირჩეოდა ამ თვალსაზრისით, ხო? აქედან გამომდინარე, ომში ეს შეიტანს სერიოზულ ცვლილებებს, იმიტომ რომ უკრაინის შიგნითაც ძალიან დიდია ომით დაღლილობა საზოგადოებაში, ამხელა ნგრევა, ეკონომიკური ზიანი, დანაკარგები და ასე შემდეგ და თუ ეს ნგრევა შემცირდება ამ საჰაერო თავდაცვის პრობლემების გამოსწორებით, საზოგადოებაში წინააღმდეგობის ნება შენარჩუნდება, რაც მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება იმისთვის, პუტინისთვის და იმისთვის, რომ მან ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს. სადაც იზრდება დრამატულად ომით უკმაყოფილება, ამაზე კარგად უნდა ვისაუბრო და სანამ ამაზე გადავა, გიორგი, უფრო აი სურათი რო გავაფართოვოთ, ხო, რაღაცნაირად ესეც ჩანდა სიმბოლურიც იყო, ცოტა ასე თუ ხანდაზმული ლიდერების ფონზე ზელენსკი როგორც ახალი და საერთოდ სხვა ტიპის ლიდერის, ხო? უკრაინის როგორც რაღაცა ახალი ძალის დაბადება, პლუს პოლონეთი, რომელიც
არის ყველაზე მზარდი ეკონომიკა დღეს ევროპაში თავისთავად, მაგრამ არა მარტო ევროპაში, ხო? არის მართლა გასაოცარია ის ზრდის ტემპები, რომელიც პოლონეთს აქვს და ეხლა ძალიან საკვანძო მნიშვნელობის მოვლენას და გარდამტეხ პერიოდს ვადევნებთ თვალს, როდესაც რაღაცა ძალთა ბალანსი შეიძლება იმ მნიშვნელოვნად შეიცვალოს. არის თუ არა ეს ასე? მათ შორის გასული კვირის მოვლენების გამო დიდი სურათის შეფასებაში აბსოლუტურად გეთანხმები. გამოიკვეთა ზუსტად ის, რასაც გარდატეხის მომენტს დავარქმევდი, მაგრამ ჩვენ რომ დავიწროვდეთ გასული კვირის მოვლენებზე, ეს სურათი უფრო ნათელი გახდება. ახლა ლევანმა და გიორგიმ ჩამოაყალიბეს მთავარი მოვლენები, რომელიც ეხებოდა როგორც სამინც, ისე რუსეთში ჩატარებულ სტრატეგიული დაბომბვების კამპანიას. აქ ცოტა რომ ჩაუღრმავდეთ, აღმოვაჩენთ, რომ რაც რუსეთში დღეს ხდება, არ არის უბრალოდ დეფიციტი ბენზინისა, რომ რიგში უწევთ დგომა რუს ავტომობილისტებს და გაიჭიროებენ დიდი ამბავი 90-იან წლებშიც იდგნენ რიგებში. ბევრად უფრო ღრმა და სერიოზული პროცესის წინაპირობა ის რაც ხდება, განსაკუთრებით თუ ეს დაბომბვები, სტრატეგიული დაბომბვების კამპანია თუ გაგრძელდა. საქმე იმაშია, რომ უკვე დღეს მდგომარეობით ძალიან დიდი წილი 60% ბენზინის წარმოების არის განადგურებული. 40% დიზელის წარმოების არის. ზუსტად არ არის ცნობილი საავიაციო ნავთზე. ამ ყველაფერს აქვს არა მარტო ის შედეგი, რასაც ჩვენ ხედავთ ხოლმე ვიდეოებში, რომ ბენზინის გასამართ სადგურებზე არ არის ან დიდი რიგია. აქ საუბარი იმაზე, რომ მოდის მაგალითად მოსავლის აღების პერიოდი. უკვე არის ცნობილი, რომ მინიმუმ 30-35%-ით ნაკლები მოსავალი იქნება აღებული წელს ამ ზაფხულში და შემოდგომაზე, ვიდრე შარშან. მიახლოებით ხვდებით, რამხელა დეფიციტი იქნება სურსათის რუსეთში. მეორე, იქითა წლისთვის. მე არ ვამბობ, რომ რუსეთი წელს ჩამოიშლება, მაგრამ იმდენად დიდი დარტყმა შეიძლება მიადგეს, ვიმეორებ, თუ გაგრძელდა ეს ტენდენცია რუსული საწვავის წარმოების განადგურებისა, რომ მომავალ წელს რუსეთს კიდევ უფრო დიდი პრობლემა ექნება ეკონომიკური, ეს უკვე შეეხება, რომ ვერ დაითესება შემოდგომაზე და ზამთარში იმ რაოდენობით მარცვლოვანი კულტურები, ანუ ამას დაამატეთ გადაზვიდვები, ლოგისტიკა, ის რაც უკვე არსებობს, იმ პროდუქტს გნებავთ სასურსათო თუ არასასურსათოს პირველი მოხმარების საგნებს მიტანა ჭირდება მაღაზიების ქსელებში, სუპერმარკეტებში და ეს ყველაფერი ჩვენ წინ გვაქვს, რომ შეიძლება უბრალოდ ჩამოიშალოს ნელა. ანუ ლაპარაკი არ არის საყოფაცხოვრებო უხერხულობაზე და რა უქშავს ვიდგები რამდენიმე საათი რიგში ან ერთი ღამე გავატარებთ. ლაპარაკი არის რუსეთის ეკონომიკისთვის სისტემურ, ფუნდამენტალურ საფრთხეებზე, რომელზეც პასუხი პუტინს არ აქვს. ახლა მაგალითად ერთი რაც აქამდე მოახერხეს არის რომ ორი ზომა მიიღეს. გარდა ის რაც ლევან მაღწერა რომ არის განაწილების ჩვენთვის ნაცნობი. ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო ეს ტალონების ამბავი 90 წლებში არ დაწყებულა პერიოდულად ბენზინის სულ პრობლემა იყო, რაღაც ერთი პერიოდის გარდა. მაგრამ გარდა განაწილებისა, პირველი რაც მარტივად გააკეთეს არის აკრძალვა ექსპორტის და რუსეთი იყო ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ყველა მეზობელ ქვეყანაში. ჩვენც ვნახოთ როგორ შეგვეხება სხვათა შორის, ხო? გადამუშავებული ნავთობპროდუქტებისა, პირველ რიგში ბენზინის და არა მარტო. ხო, მეორე რომ ინდოეთისგან იყიდეს ერთი ტანკერი, მაგრამ ეს ტანკერი ნახევარი დღის მოხმარება. ხო, სასაცილოა და ელოდებიან იმის როდის ჩამოდგება და რა იქნება. სასაცილო, ანუ პუტინს არ აქვს არანაირი რეალური პასუხი იმ სტრუქტურულ ზიანზე, რომელიც მიადგება რუსეთის ეკონომიკას და ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ პუტინის რუსეთის დამარცხება არ შედგება კრემლის აღებით უკრაინული არმიის მიერ. ეს ყველაზე დიდი ალბათობით დაემსგავსება იმას, რაც დაემართა რუსეთის იმპერიას პირველ მსოფლიო ომში, როდესაც ფრონტის ხაზზე კი არ დამარცხდა მხოლოდ, პირველ რიგში ჩამოშალა შიგნიდან, იმიტომ რომ ის ვერ უზრუნველყოფდა პურით ელემენტარული თავის
მოქალაქეებს და საბჭოთა კავშირის გრევა ჩვენი თვალით ნახეთ, როდესაც 82-83 წლებიდან შემოიღეს უკვე სასურსათო ტალონები და ასე შემდეგ. ანუ ორივე ჯერზე სტივენ კოტკინს ასე ვთქვათ, დავიხმარ, რომელსაც ძალიან საინტერესო ბოლო ინტერვიუ ვიცი რომ შენ გიყვარს მე განსაკუთრებით მითხრა პიტერ რობინსონთან ინტერვიუები მიყვარს მისი განსაკუთრებულად კარგი. სტივენ კოტკინს აქვს ეს გაკეთებული ეს ანალიზი კარგა ხნის წინ, რომ აი ზუსტად ამაშია საქმე, რომ პერიოდულად რუსული იმპერიები ასე ვთქვათ, კბეჩენ იმ ხელა ლუკმას, რომლის გადაყვავის საშუალება არ აქვს. უფრო მეცნიერულად რო ვთქვათ, როგორც კოტკინი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური ამბიციები ხშირად არის უფრო მძიმე, ვიდრე მის ეკონომიკას შეუძლია ტვირთოს და უზრუნველყოფს. და აი დღეს ჩვენ სრულად აშკარად ვუყურებთ მსგავს სიტუაციას, როდესაც პუტინს სრულად არარეალისტურად ჰქონდა წარმოდგენილი რუსეთის შესაძლებლობები და უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარი და აი დღეს სწორედ ამ რეალობას ხედავთ, როდესაც რუსული ეკონომიკა ნელ-ნელა შეიძლება სწორედ აღმოჩნდეს რუსეთის ექსპანსიის მთავარი ასე ვთქვათ სუსტი წერტილი. ხო, გიორგი, აი ძალიან საინტერესო დეტალი, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი დაამატებ. ნუ დეტალიც აღარ არის ეს, რომ ეს მარტო ის კი არ არის, რომ ადამიანები სადღაც ვეღარ მიდიან, სამსახურში ვეღარ მიდიან მანქანით ან რა ვიცი, საყიდლებზე ან სადღაც. ეს არის ხო ეკონომიკის საწვავი თუ არა გაქვს ეკონომიკას ვერ ამუშავებ, ვერანაირად დაწყებული ხუნათესვიდან დამთავრებული დისტრიბუციით, ხო? ანუ ყველაფერი დგას ამას. ანუ ჯერ ბენზინის რიგებია და მე არის პურის რიგები და ყველაფერი დანარჩენის. ეს 80 ხო და აი ეს აქ არის ძალიან უცნაური ის რომ ნუ სხვა გზაც არა აქვს, რომ ეხლა ისევ სიმონიანი და ისევ სალავიოვი გამოიყვანეს იმის სათქმელად, რომ აი ეხლა 90-იან წლებში ჩვენ მეტი რა გადაგვიტანია. Наше поколение, знаешь, и не такое видело. Давайте все-таки вспоминать, через какие трудности мы с вами прошли. Бензина нет. Ну, я еще помню, мое поколение помнит, как еда вообще-то была по карточкам. Вы не помните, что ли? В моем городе, в Краснодаре, в 92 году купоны были, мы их вырезали, ходили. А я лично ходила с ведрами в возрасте там 11-12 и до этого еще лет. За водой. Не за кока-колой, не за чем-то, а за водой. Потому что не было воды. Ну, было же это. Мы же все это помним, не придумываем. Ну, ничего. Выдержали? Выдержали. И сейчас выдержим. Путинизм, товары. Თანაპირები, სოციალური კონტრაქტი, პოპულარობა, აბსოლუტურად ყველაფერი, რაზეც პუტინი იდგა, ის იყო 90-იანი წლები იყო კატასტროფა, ეს მოგვიტანა დასავლეთმა სუტყუილად, ეს მოგვიტანა დემოკრატიამ, ეს მოგვიტანა ლიბერალიზმმა და აგერმე მოვედი შევქმენი რუსული სახელმწიფო, რუსულ ფასეულობებზე და აი ცხოვრობდით კარგად და ეხლა თუ ეს ამან დააბრუნა 90-იან წლებში, ხო, აი რაღაცა დგას პუტინი მაშინ. აი აბსოლუტურად სწორია, ეს იყო ცრუ ნარატივი, რომ დემოკრატიამ და ლიბერალიზმმა დაასუსტეს რუსეთი, მაგრამ ნარატივი იყო, რომელმაც გაიმარჯვა. პროპაგანდა ამაზე იდგა, ანტიდასავლური პროპაგანდა და ანტიდემოკრატიული იყო, საერთოდ ჯერ კიდევ 80-იან წლებიდან დავიწყოთ, პერესტროიკის გამო კი არ ჩამოიქცა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავშირი რო იქცეოდა, იმისთვის გახდა საჭირო პერესტროიკა, უბრალოდ ვერ უშველა გორბაჩოვმა. მიზეზები კი სტრუქტურული იყო. აი მარქსისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული იდიოტური ეკონომიკური სისტემა, რომელიც ყოველთვის უხეირო იყო, რაკეტებს აწარმოებდნენ, მაგრამ მანქანებსა და სარეცხ მანქანებს აი ზუსტად იგივე არც ერთი დღეს რუსეთში არც ერთი ტექნოლოგიური არავითარ გარღვევა, არამედ უბრალოდ იმ ტექნოლოგიების წარმოებაც კი ვერ ხდება, რომელიც რაღაცა საშუალო განვითარებული ეკონომიკური განვითარების მოპარვითაც არ შეუძლია, ანუ ჩინეთმა დასავლური ტექნოლოგიების მოპარვით შექმნა თავისი ახალი ეკონომიკა და მე აღმოჩნდა რომ რაღაცეებში გაუსწრო მას რუსეთმა მოპარული ტექნოლოგიებითაც ვერაფერი ვერ გააკეთა თავისი. აი არაფერი არ აქვს. პრეტენზია ჰქონდა რომ ყოფილიყო მსოფლიოს წამყვანი ძალა სახელმწიფო რომელიც ველა არ აწარმოებს ტელეფონს, კომპიუტერს და ავტომობილს. ახლა მეტი რა უნდა ხას, ხო? კი ბატონო. ეხლა მე ამ ბოლო წლებში რაც ვისწავლე, რომ ზედმეტად არ ავჟიტირდე რაღაცებით, იმიტომ რომ მოგვისმენია ხშირად დასაწყისშიც რომ აი ეს სანქციები ჩამოშლეს რუსულ ეკონომიკას, რუსეთი ამას ვერ აიტანს და ნახეთ რომ ძალიან დიდი ხანი გაძლო რუსეთმა გადააწყო ომის ეკონომიკაზე თავისი ეკონომიკა, წარმატებულად რაღაცა პერიოდის განმავლობაში, 2-3 წლის განმავლობაში
და ამიტომ აქაც მინდა მაქსიმალურად ესე თქვა ფრთხილი ოპტიმიზმი გქონდეს და ცოტა სკეპტიციზმი თუ დარჩა ამისი საფუძველი. ლევან ბოდიში ეგ აუცილებლად ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო. ეს სანქციები, მისასალმებელი იყო, რაც არასდროს ყოფილა რეალურად ისეთი სანქციები, როგორც დაუწესა უკრაინა. რომ არა უკრაინული დარტყმები იგნება ჩრდილო-დასავლეთში სხვადასხვა საექსპორტო ტერმინალებზე. ნავთობისა უზარმაზარ მოკლედ ნამდვილი სანქციები ახლა დაიწყო. სანქციებს აწესებს უკრაინა ისეც, რომელსაც ის სანქციები, რომელსაც არ ქონდა შედეგი, იყო უვარგისი სანქციები, მოდი თქვა პირდაპირ. ზოგი იყო სერიოზული, მაგრამ კი რუსეთს აქვს სანქციებისადმი ტოლერანტობის რაღაცა დონე, რუს საზოგადოებას აქვს. მაგრამ ეს ვარი მე მგონი გადალახული ხო ზუსტად მაგაშია საქმე რა. მოდი ესე ვთქვათ რა, ბატონ გიორგის ნათქვამს გავაგზავნებ. სანქციები ზოგი უარგისი კი არა, პირიქით კონტრპროდუქტიული იყო ზოგი, ბევრი მათ შორის. ანუ როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის ეკონომიკა დააზიანო, ხო? რომელსაც ჭირდება ვალუტა. ანუ საერთაშორისო ვალუტა, რუბლი არ არის საერთაშორისო ვალუტა. საერთაშორისო ვალუტა არის დოლარი. ანუ ფული როგორ უნდა წაართვა? ფული უნდა წაართვა, რომ ამ ქვეყანაში არ შედიოდეს დოლარი და პირიქით ამ ქვეყნიდან გადიოდეს დოლარი, ხო? რა გააკეთა განსაკუთრებით ომის დასაწყისში, რა ტიპის სანქციები იყო? აუკრძალეს მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებს პროდუქციის შეტანა რუსეთში, რომელიც პროდუქციის შეტანა რას ნიშნავს? იმან დოლარი უნდა გადაიხადოს, რუბლი დაახურდაოს, დოლარი გადაიხადოს ამ პროდუქტის შეტანაში. მე არ გულისხმობ აქ რა თქმა უნდა სამხედრო დანიშნულების ამიზნეს, მაგრამ სნიკერსი შევა თუ არა რუსეთში, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ომისთვის, ხო? სამაგიეროდ ვალუტა გამოდის ქვეყნიდან. სამაგიეროდ რა გააკეთეს? 2022 წელს ყველაზე მეტი იყო, ყველაზე რეკორდულად ბევრი ნავთობი გაყიდეს რუსეთს. ანუ იმის მაგივრად რომ ვალუტა გამოსულიყო რუსეთიდან, პირიქით ვალუტა შეიტანეს. მერე კიდე რა გააკეთეს? ანუ რუსების ქვეყანაში დატოვებით და აკრძალვით რომ რუსები ქვეყნიდან გავიდნენ. მაგით კარგი არაფერი არ ხდება. კი, პიარულად კარგია რომ რუსები არ იმსახურებენ სხვაგან გასვლას და რაღაცა, მაგრამ ესე რომ შევხედოთ ობიექტურად, ხო? ჯობია რაც ნაკლები რუსი დარჩება რუსეთში, მით უკეთესია დანარჩენ სამყაროსთვის. კი, ეხლა რთულია რა თქმა უნდა, აქ რო შემოდის რუსი და აგჯდება და რაღაცა გასმის აბსოლუტურად ემოციურად გასაგებია და პრაგმატულადაც შეიძლება ჩვენ არ გვინდოდეს აქ ბევრი რუსი რო ცხოვრობდეს, მაგრამ ობიექტურად რაც ნაკლები რუსი იქნება რუსეთში, მით უკეთესია უკრაინისთვისაც და დანარჩენ მსოფლიოსთვისაც, იმიტომ რომ ნაკლები მუშახელია, ნაკლები ეკონომიკის ნაკლები მუშაობას ნიშნავს და ნაკლებ ვალუტას ნიშნავს თვითონ რუსეთში. ანუ ის სანქციები რაც დააწესეს თავის დროზე იყო კონტრპროდუქტიული. რუსეთში ვალუტის შესვლა კი არ უნდა აეგრძალათ. პირიქით, ანუ უბრალოდ ვალუტის გამოსვლა კი არ უნდა აეგრძალათ. შესვლა უნდა აეგრძალათ. ანუ სანქციები უნდა ყოფილიყო ნავთობის ექსპორტზე. და არა რაღაცა სნიკერსი შევიდოდა იქ და იკეას დივანი გაიყიდებოდა თუ არა, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა და მათ შორის არ ქონდა მნიშვნელობა იმას უბრალოდ მნიშვნელობა ქონდა მათ შორის რომ დაიწყო მობილიზაცია სექტემბერში რუსეთში თუ ოქტომბერში. მაშინ რომ ერთი ამბავი ატყდა რომ რუსები არ უნდა გაიქცნენ ქვეყნიდან, გაიქცნენ, რა ჯობია მაგას. თუ რუსი გაიქცევა რუსეთიდან, ეგ არის გადასარევი ამბავი სოფლიოსთვის. ეხლა ამ გაქცევაზე გამახსენდა და მე გიორგი მინდა შენ შეერთო. ანუ ახლა დგას ერთი ეკონომიკა, თუ კიდევ მე დაამატეთ თქვენც ამ ეკონომიკაზე თუ რამე გამორჩა გიორგის, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები გამოყო. მეორე არის ეს ხალხის ნაკლებობა, ხო? ეხლა რომელიღაცა კვლევითმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, ზუსტად აღარ მახსოვს, რომ 20 საათია, აი ჯარისკაცი შევა საბრძოლველად რუსი ჯარისკაცი იმას 20 საათი აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა იქ ფრონტზე. არის წარმოუდგენელი რაოდენობით 30000-მდე ავიდა ხო თვეში რაღაც მსხვერპლი. და ანუ ფაქტობრივად ამ დრონის კედელმა რაც უკრაინელებმა ააშენეს გაზარდა წარმოუდგენლად მსხვერპლის რაოდენობა და ვეღარ მიიწევენ. ანუ დრონის ფარდა და შედიან ამ ფარდაში და იხოცებიან. ახლა ორი ამბავია ისე ძველი ამბავი, რომ გაწვევა არის პოლიტიკური პრობლემა, საიდან მოიყვანონ ეს ხალხი, იყო სიუჟეტები, რომ რაღაცა ბურიატები და დასახლებული რაღაცა სოფლები მთლიანად დაცარიელებული, იმიტომ რომ წაყვანილი ყავთ ყველა და რასაკვირველია ის ხალხი გაქრა. და შემოყავთ, ეხლა იყო მთელი სიუჟეტი, ერთი channel მეოთხე არხს ჰქონდა ბრიტანეთის და ერთი CNN-ს ბანგლადეშიდან, იმიდან, რა ქვია, აფრიკიდან
მოტყუებით შემოყავთ ეს ხალხი თითქოს ზოგი მიყავთ მზარეულად, მაგრამ მე პირდაპირ სისასტიკი და სასტიკი კადრები გავცელდა თან ეს რასისტული დამოკიდებულება კატასტროფული ხა რუსულ ჯარში ხო იცით წარმოგიდგენთ როგორ ცემენ ამ აფრიკელებს როგორ აიძულებენ ხო თავისიანებს არინდობენ აი და მოკლედ იმ აფრიკულ ქვეყნებში მათ შორის კენიაში დაიწყო ანუ სერიოზული შეშფოთება რომ მათი მოქალაქეები ჩაყავთ მოტყუებით და გადიან და 20 რა ვიცი რამდენიმე საათში იღუპებიან აი ეს პრობლემას რო დავამატოთ იმას რაზეც ხა ილაპარაკი ეკონომიკურ პრობლემას მაგის გაგრძელება არის ანუ ხალხი მარტო ფრონტზე კი არ აკლიათ ეკონომიკაშიც აკლიათ ხალხი სერიოზული დეფიციტია ეკონომიკაში მუშახელის მაგიტომ ამბობ რაც მეტი გაიქცევა რუსეთიდან უკეთესია ჩვენთვის ყველასთვის აბსოლუტურად და დავანებოთ თავი ვინმე სიუჟეტს აი უბრალოდ ჩავთოთ ნებისმიერი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვის კადრები და შევხედოთ იმ კადრებში რა ხალხი მოძრაობს იქედან ეთნიკური რუსი ალბათ არის 20% მაქსიმუმ ყველა ჯურის ხალხი მოძრაობს იქ და რატო? იმიტომ რომ ეს ხალხი მარტო ფრონტისთვის კი არ ჩამოყავთ. მათ შორის ინდოეთიდანაც უამრავი ადამიანი ჩამოყავთ. ეს ხალხი მუშახელადაც ჩამოყავთ. იმიტომ რომ მუშახელის სერიოზული პრობლემა და თუ რამე ჩამოანგრევს ამ რუსეთს, მარტო ის კი არ ჩამოანგრევს ფრონტზე რომ 30000 კაცი კვდება. ის რომ ფრონტზე რომ ისროლოს კაცმა იარაღი, ამას ჭირდება ტყვია წამალი, ამას ჭირდება წყლის მიწოდება, ამას ჭირდება რა ვიცი, საკვების მიწოდება, დვიჟოკის მიწოდება, ეს ყველაფერი უნდა იწარმოოს რუსეთში, ან საღაციდან უნდა მოიტანონ და ამისთვის მუშახელია საჭირო, ამისთვის ეკონომიკაა საჭირო. ანუ ყველაფერი ერთმანეთზე მიმულია, ეს ყველაფერი ჯაჭვი არის ერთმანეთზე მიმული. მათ შორის, როცა ჩვენ საუბრობთ მობილიზაციის პრობლემას და პოლიტიკურ პრობლემას და მართლა პოლიტიკური პრობლემა, მარტო იმიტომ კი არ არის ეს პრობლემა, რომ რაღაცა ხალხი გამოვარდება და არ გაატანენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ესეც არ არის გამორიცხული და თუ ბოლოს დროინდელი მაგალითად პენზის კადრები ნახეთ, იქ ქალები რო გადაუდნენ, ეს უნდა გავამბრავლოთ რამდენიმეჯერ და ეს შეიძლება მივიღოთ რუსეთში, თუ მართლა ესე ძალის იმიტომ რომ უკვე იმან იცის რომ წასვლა და სიკვდილი ერთია. კი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ფულადი ანაზღაურება, ეგ არ არის შვება, ყველა ველური არ არის. ბოლოს მართლა ზოგიერთი ხო იყო რომ ფული მაინც ესეთი ვიდეო რო იყო რომ აქო ლოთობსო და იქ ფულს მაინც შემოიტანს ოჯახშიო და იქ ფულსაც ვეღარ შემოიტანს იმიტომ რომ თუ 20 საათში კვდება, 1 დღეში კვდება, 3 დღეში კვდება რა ანუ რა ფული უნდა შემოიტანოს ზაჯერადი ფულის ხო და ეს ხალხი ამ ეკონომიკიდან ამოიღონ ხო ეხლა ჰაერიდან ხო ვერ მოიტანენ ამ ხალხს ანუ ვიღაცა ქარხნიდან უნდა აიყვანონ ან რაღაცა რა ვიცი მაღაზიაში მუშაობს გამყიდველად უნდა მოკიდონ ხელი წაიყვანონ ფრონტზე ვიღაცა ქარხანაში მუშაობს რა ვიცი არაჟანს აკეთებს არაჟნის კეთების მაგივრად უნდა წაიყვანონ და ფრონტზე უნდა გაუშვან და იქ მოკვდეს ხო? ანუ ეკონომიკას რა ქმნის? ყველაზე დიდი გადასახადი რა არის ეკონომიკის? ეკონომიკის ყველაზე დიდი გადასახადი არის დეგეგ, დამატებითი ღირებულების გადასახადი. რატო არის ყველაზე დიდი გადასახადი? იმიტომ რომ დეგეგი არის აბსოლუტურად ყველაფერში. ანუ თუ რამეს ვაწარმოებ, აი ჭიქაში არის დეგეგის გადასახადი, ტელეფონში არის დეგეგის გადასახადი, ამაგიდაში არის დეგეგის გადასახადი. მაგრამ რუსეთი რასაც აწარმოებს ახლა ფრონტისთვის, ის დამატებით ღირებულებას არ ქმნის. დრონი არ ქმნის დამატებით ღირებულებას. დრონი უნდა წავიდეს და აფეთქდეს სადღაც რომელიმე პოზიციაზე. დამთავრდა. ეს არის მისი მაქსიმუმი. განსხვავებით მაგალითად იგივე მაცივარისგან, ხო? მაცივარი მერე მიდის მაღაზიაში ემატება თავისი ფასი, ექმნის დამატებით ღირებულებას, მერე იმ მაცივარი შეიძლება დადგან რომელიმე მაღაზიაში და ნაყინი ჩააწყონ შიგნით, ეს კიდე დამატებით ღირებულებას ქმნის. დრონს ეს ღირებულება არ აქვს, ტანკს ეს ღირებულება არ აქვს. ადამიანს რომელიც ფრონტზე იბრძვის, ის ვერაფერს ვერ ქმნის. შესაბამისად, ეს ყველაფერი აკლდება ეკონომიკას და გარდა იმისა, რომ პოლიტიკური პრობლემაა, რომ ვიღაცები მართლა შეიძლება ანთებული ჩირაღდნებით შევარდნენ, ხო, კრემლში. გარდა ამისა, ეკონომიკას, ისედაც სპირალში შესულ ეკონომიკას კიდევ უფრო დიდი ზიანი ადგება, როცა ეს ხალხი, რომელიც რაღაცას აკეთებს, ხო, რუსეთში ხა ყველა მართლა უსაქმური და ბომჟი ხო არ არის, რაღაცას აკეთებს ეს ხალხი, ხო? ეს ხალხი უნდა აიღო და უბრალოდ უკრაინაში უნდა გაუშვა და მოკლა და იმ ადგილას ამ საქმის კეთებელი არავინ არ არის და იძულებული ხარ სხვა ქვეყნიდან შემოიყვანო მუშახელი და ისიც არ არის გარანტია რომ აუცილებლად შემოიყვან ხო იმიტომ რომ ყველას ესმის მათ შორის უცხოეთშიც რომ შეიძლება კონტრაქტზე მოგაწერინონ ხელი რომ სადმე ნაყინის ქარხანაში უნდა იმუშაო და სინამდვილეში აღმოჩნდა პოკროვსკში ზუსტად ეგ ამ ასეთი ისტორია მაგიტომ ამბობ ხა ეს მნიშვნელოვანია იქ CNN-ი და ისა ბრიტანეთის ამერიკის ევროპის ქვეყნების ტელევიზიები და მედიები რო ავცელებენ ამ ყველას ყურამდე მიდის ის ბანგლადეშელი ბიჭი ვისაც Channel 4-ს ჰქონდა ინტერვიუ და სიუჟეტი
ჩამოიყვანეს მზარეულად აღმოჩნდა იმაში ფრონტზე ეგრევე და ძლივს ანუ რაღაც სასწაულით გადარჩა ბანგლადეშის იმას მიაკითხა საელჩოს და ისევ გაიყვანეს ქვეყნიდან რა ესეთი ისტორიებია და ეხა ეგეც განსაკუთრებით გაჭირდება უკვე ხო იმიტომ რომ მაგან მართლა შეიძლება ერთი კაცი მზარეულად 10 კაცი ჩამოყავდეს და იქიდან 3 ხდებოდეს ფრონტზე და 7 მართლა მზარეულად მიდიოდეს მაგრამ ხო ის პიარი როგორ რაღაცა ცუდი იმიჯი თუ გაქვს მე იმ 7 კაცსაც ვეღარ ჩამოიყვან იმ მართლა მზარეულებად იმიტომ რომ 3 კაცი გაუშვი ფრონტზე და იმ 3 კაცმა შენი მხელა ამბავი აგიწია რომ ის 7 კაცის ვეღარ ჩამოყავს ზუსტად მაგიტო ავხსენი ეს რომ ეს გავრცელებული ამბავია უკვე და ყოთელი მედიაები ამაზე ლაპარაკობენ აი არ დამავიწყოს აი ბალისტიკურ რაკეტებზე როდესაც ლაპარაკობდით ხო ამ ბალისტიკური რაკეტების ეხლაც აკეთებს რუსეთი შეუძლია, ანუ და რა არის, ანუ ის რო ვეღარ გააკეთოს ამისთვის რა არის, ანუ ამოუწურავი მაგის ირანი აკეთებს, რომელსაც უმკაცრესი თუ არსებობს მოთხოვნა, ყოველთვის არსებობს მიწოდება. თავარია განსხვავება არის ფასში, რა გიჯდება, უფრო მეტი უჯდება რუსეთს ახლა, ვიდრე უჯდებოდა 2001 წელს მაგალითად, მაგრამ მაგ ფულს იხდის პუტინი, იმიტომ რომ სხვა მართლა არაფერი არ არის. ეგ აქ მე რაღაცას დავამატებ. ცოტა უკან წავალა რამდენიმე თვის წინ დაინიშნა მიხაილო ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომელიც შემეერს უნდა აღინიშნოს ეს ამბავი, იმიტომ რომ მართლა გენიალური ადამიანია, 35 წლის საჯერ და მანამდე იყო ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი უკრაინის და როცა მისი დამტკიცების ხდომა იყო უკრაინის უმაღლეს რადაში, მაშინ თქვა, რომ ჩვენ გვაქვს ორი სტრატეგიული მიზანი და მის 60-ად ეს დასახა. ერთი იყო რომ მსხვერპლი რუსული ჯარის უნდა აღვიყვანოს თვეში 50,000-მდე რა. ეხლა დაახლოებით 30-33-მდე ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ მობილიზაცია ვეღარ ჩაანაცვლებს დანაკარგს და ამ ტემპს უახლოვდებიან და ჩემი ერთ რამდენიმე თვეში მივლენ ამ 50,000 მსხვერპლზე თვეში და მეორე მას თქვა, რომ იმდენად მასობრივი უნდა გახდეს ზონების წარმოება, რომ ეს რუსეთის ნავთობის ინდუსტრია უნდა აღმოჩნდეს მუდმივი ცეცხლის ქვეშ, რაც არის რუსეთის ეკონომიკის ხერხემალი და რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს ამ ომის დაფინანსება და დაახლოებით 2 კვირის წინ ჩავწერე რაღაც ვიდეო ჩემი რეალპოლიტიკისთვის და მაშინ ვამბობდი, რომ 10-დან 8 ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს თქო და სანამ დამონტაჟდა ეს ვიდეო, მეორე დღეს უკვე 10-ვე დაბომბილი იყო. ამიტომ ეს მიზანი, რაც დაისახეს, ორივე ძალიან სწორი მიზანი. ხო, ერთი ეკონომიკა გამოფიტო და მეორე ცოცხალი ძალაზე იმხელა ზიანი მიაყენო, რომ ფრონტზე მან იმდენად დიდი პრობლემა ვერ შეგიქმნას. ის რაც უკრაინელებმა შეძლეს ზონების მასობრივი წარმოების თვალსაზრისით არის სასწაული უბრალოდ, იმიტომ რომ ომის დასაწყისში დაახლოებით რამდენიმე 10,000 დრონს წარმოებდა უკრაინა, შეიძლება არც კი. და მერე გახდა 2 მილიონი, 3 მილიონი, შარშან იყო 5 მილიონი, წელს ელოდებიან 7-დან 10 მილიონამდე და მიზანი არის რომ აწარმოონ წელიწადში 20 მილიონი დრონი. ეხლა ეს მხოლოდ რიცხვი არ არის. უკრაინის მთავარი პრობლემა ამდენი ხნის განმავლობაში რა იყო? ხო, ჩვენ საჰაერო თავდაცვის პრობლემებზე ვსაუბრობთ. იყო ის, რომ თუ საჰაერო თავდაცვის სისტემა იტვირთება და ასობით ობიექტი მოდის, რაც არ უნდა მაგარი იყოს ეს შენი თავდაცვის სისტემა და რამდენიერი ზღუდე არ უნდა შექმნა, ყველას ფიზიკურად ვერ ჩამოაგდებ, ხო? მეორე ამ კონტექსტში პრობლემა არის ის, რომ როგორც ყოველთვის ის დრონი, რომელიც შენკენ მოდის, ბევრად იაფია, ვიზა ის რაკეტა, რომელსაც შენ მას ესწრებ. და ამ მათემატიკაში უკრაინა აქამდე აგებდა. ეხლა ეს ამოტრიალდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ აი ხო, წარმოებას ბევრად უფრო ხანგრძლივი პროცესი არის, გარდა ფულსო თავიდან. ეს ამოტრიალდა. მე აქამდე ეხლა მეორე მსოფლიო ომიდან გვახსოვს ეს მითი, რომ და მანამდე ნაპოლეონთან ომისგან რუსეთის, რომ რუსეთი იგებს, იმიტომ რომ აქვს უზარმაზარი სივრცე და ანუ მითი არაა პრინციპში რაღაც თვალსაზრისით ეს სიმართლეა. მაგრამ როცა საჰაერო თავდაცვაზე მიდგება საქმე, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. შეუძლებელია რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გადაფაროს ამხელა ტერიტორია, იმიტომ როცა რუსეთს უკრაინას არ ქონდა შორმანძილზე დარტყმის შესაძლებლობა და მაქსიმუმ ბელგოროდი და კურსკი დაებომბა, მარტივად იყო საქმე და ეხლა როდესაც ომსკში დაებომბა საზღვრიდან 1500 კილომეტრი, უბრალოდ 2500 კილომეტრზე ობიექტი, ამ ყველაფერს გადაფარვა შეუძლებელია. ომი არის მათემატიკა და ეს ომი ესეთი გარღვევა როგორ მოახდინა აი მან მივიდა ეს არის ომის გამოფიტვის ომია ხო ეს ომი რატომ იმიტომ
დაახლოებით 2023 წლიდან შეიძლება ითქვას 2022-ის შემოდგომიდანაც ფრონტის ხაზი დიდწილად გაყინულია, ხო? მცირე წინსვლა ორივე მხარეს აქვს, ზოგჯერ ერთს უფრო მეტი, ზოგჯერ მეორეს უფრო მეტი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც დიდ შეტევას შედეგი არ მოუტანია და რაც ძრო გადის, ეს ფრონტის ხაზი კიდევ უფრო იყინება, იმიტომ რომ ორივე მხარე ამაგრებს ამ ტერიტორიებს და კიდე იმისთვისაც აქვს პლაცდარმი შეგნილი, რომ უკან დახევა თუ მოუწევს ახალი გამაგრებული ზღუდეები. ამას დაემატა ახლა ის რომ ამ ზონებმა შექმნა 20-30 კილომეტრიანი ნაცრისფერი ზონა ფრონტის ხაზზე, სადაც უბრალოდ ორივე მხრიდან დრონები ბომბავენ ერთმანეთს და იქ კატასტროფა ხდება მსხვერპლის თვალსაზრისით, ხო? და კიდევ მართლა ხორცაკები მანქანა რა არის? აი ეს არის. და მე ამ ფრონტის ხაზთან მიმავალი გზები გინახავთ ალბათ გადახურულია იმეებით, ამ რკინის ბადეებით, ხო? რომ ეს მცირე ზომის ზონებმა მომარაგება რომ დაიცვან, ხო? ანუ აქ ამოტრიალდა ომის მათემატიკა. თუ აქამდე ომის მათემატიკა რუსების გათვლა, ყოველ შემთხვევაში ეს იყო, რომ ჩვენ ყოველთვის გამოვიყვანთ უფრო მეტ ჯარისკაცს, ვიდრე უკრაინელები გამოვიყვანენ, ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ უფრო მეტ რაკეტას, ვიდრე უკრაინელები აწარმოებენ და აძრ თუ გვიან ეს უკრაინა გამოიფიტება, მიუხედავად იმისა, რომ 40 მილიონი არიან, ხო? რაც თავისთავად ცუდი გათვლა, როცა 40 მილიონიან ქვეყანაზე ვიცი. ეგ შეიძლება მუშაობდეს უფრო მცირე რიცხოვან და უფრო ტერიტორიულად პატარა და უფრო მცირე ინდუსტრიული ბაზის მქონე ქვეყანასთან, მაგრამ უკრაინასთან ეგ წლები ვერ იმუშავებდა. მაგრამ ეხლა ეს სტრატეგია მოსჩა, იმიტომ რომ ამ გამოფიტვის ომში უკრაინამ მიიღო ის უპირატესობა, რაც აქამდე არ ჰქონდა, ხო? და ამ თვალსაზრისით გამოვარჩევდი ფედოროვი ვახსენე და მეორე ასევე უკვე ლეგენდარული ადამიანი, რომელზეც ალბათ ჰოლივუდში მე ფილმებს გადაიღებენ, რობერტ ბროუდი, იგივე მადიარი, რომელიც იყო გამოფენების ორგანიზატორი და ცოტა ხნით პოლიტიკაშიც იყო თავის რეგიონში ზაკარპატიეს რეგიონულ უბრალოდ რადის წევრიც იყო იაცენიუკის პარტიიდან, მე პოლიტიკიდან წავიდა და ანუ ამ ადამიანმა უბრალოდ ომში ესე მოხალისედ ჩაერთო, დაიწყო დრონების ყიდვა თავისი შენაერთისთვის, უბრალოდ თავისი ხარჯებით მე ფულს აგროვებდა და ეხლა უკრაინის დრონების შენაერთი გახდა არმიის ცალკე კომპონენტი, როგორც არმიას ყავს ფლოტი და საჰაერო ძალები, ეგრეთ ცალკე ყავს დრონების შენაერთი. ხო, ეს ძალიან დიდი გარდასახვაა და ანუ ეს ფაქტობრივად პირველი ომია, სადაც მართლა ეს მათემატიკა და საერთოდ ყველაფერი შეიცვალა. ანუ ეს აღარ არის ძველი კონვენციური ომი, აბსოლუტურად ახალი ომია, რომლის თუმცა კონვენციური კომპონენტის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ დრონებმა რაც მოიტანა არის, რომ ამ ასიმეტრია შექმნა, რომ მსხვერპლი, რომელიც უფრო მცირე რიცხოვანი და სუსტია, შეუძლია ძალიან იაფი საშუალებით მიაყენოს მილიარდობით დოლარის ზიანი. რასაც აქამდე ვერ აკეთებდი არატრადიციული მეთოდებით. მილიარდობით ზიანი რომ მიგეყენებია, შენ რაღაც რამდენიმე ასეული მილიონის მქონე იარაღი მაინც უნდა ღირებულების მქონე იარაღი მაინც უნდა გქონოდა და დღეს ეს აღარ გჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე ამ ტენდენციას ოდესაც უყურებთ, ჩემი აზრით, ეხლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ ევროპაში უნდა შენარჩუნდეს ერთიანობა, იმიტომ რომ დღეს ევროკავშირია და ევროპის დიდი ქვეყნები, ვინც უკრაინას აძლევენ როგორც საბიუჯეტო რესურსებს და იმ საბიუჯეტო დეფიციტის შევსების საშუალებას, რაც ეხმარებათ მათ ჯანდაცვის, საჯარო სამსახურების განათლების ყველაფრის შენახვაში და ეს უმნიშვნელოვანესია. მეორე არის, რომ ევროპა მას ეხმარება სამხედრო თვალსაზრისით, როგორც იარაღის მიწოდების, ასევე დაფინანსების თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს, იმით რომ უნდა შეკავდეს როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ეს ულტრამემარჯვენეები, რომლებიც ხშირად უკრაინის მიმართ სკეპტიკულად რუსების დაფინანსებული, ეხა ფული რო ილევა, ეხა იქ დაფინანსების წყაროებიც ილევა იმ ულტრამემარჯვენეებს. აი ეგ არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს აქვს მაგის გამოცდილება ყველაზე უფრო ცუდ წლებში ყოველთვის ქონდა უზარმაზარი გულუხობა თავზე. მაგრამ ეხა შეიძლება განსხვავებული სიტუაციები და იმდხელა პრობლემა ბოდიში. და ამ თვალსაზრისით აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ შიდა პრობლემებიც მათ შორისაც უკრაინის შიგნით იყო მობილიზაციის თვალსაზრისით და ადამიანური რესურსის თვალსაზრისითაც, ამ თვალსაზრისითაც ბევრი რაღაც შეცვალა ფედოროვმა, პრობლემები რჩება, მაგრამ იქ იყო დიდი პრობლემა უთანასწორობის, ჩაწყობის, ქთამის, კორუფციის, საზღვარზე ხალხის გადაყვანაში ქთამის აღების და ასე შემდეგ. ამის დიდწილად მოგვარება თუ მოხერხდება, ეს იქნება სერიოზული გარღვევა და მეორე დრონებმა მთავარი არის შესაძლებლობას მოგცა, რომ გარკვეულწილად არამთლიანად, მაგრამ ამ ადამიანური რესურსის დეფიციტს გივსებს ის ეფექტი. მეორე რასაც გივსებს კიდე არის არტილერიასაც რაღაც თვალსაზრისით. გიორგი, ბოდიში, ერთი ჩაგეკითხები. ანუ მათ შორის ეს დრონის ფარდები რაც შეიქმნა, ხო?
ამან ხო დაზოგა ეს ადამიანური სიცოცხლეც, ანუ როდესაც ესე ვერ მოდის ცხადი, ანუ შესაბამისად ეს როგორც რუსეთის შემთხვევაში ახლა რა არის, ომში წასვლა ნიშნავს ავტომატურად 95% სიკვდილს, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცისთვის ეს აღარ ნიშნავს ავტომატურად, ანუ რაღაცა ის დაღუპვას, ხო? აღარ ნიშნავს, ნუ იქ ხა თავად ასე რუსეთი უტევს და შენ თავდაცვაში ხარ ბევრად ნაკლები გაქვს ხოლმე და რუსები თან უჭყუოდ უტევენ, ხო? ეს ფრონტალური შეტევი მაინც გრძელდება ამის მიუხედავად, პირდაპირ სიკვდილზე უშვებენ ხალხს, ხო? ამიტომ და მე ცოტა ჭკუა ისწავლეს 100 კაცის მაგივრად 2-3 კაცს უშვებენ, ეგ ჭკუა იხმარეს, მაგრამ მესამე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რაც ყირიმში ხდება, ხო? აი სულელოდები ყირეს როდის ეთქვათ. ეს არის ახალი სიტყვა თანამედროვე ომში, იმიტომ ამ ეფექტს ისი მიღებაც ყირიმისგან უნდათ შეიძლება შენ ცდილობდე ამერიკა რო ხარ საავიაციო შენაერთით და იმიტომ hires flow, მაგრამ როცა ამას ძველი გაკეთებ, ხო, hires flow. ყველაფერი დაიწყო ზღვით, სხვადასხვა კაია რო გამახსენე, იმიტომ ჯერ უკრაინულმა საზღვაო დრონებმა ფაქტობრივად გააქრეს შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელობა და გადაიყვანეს ნოვოროსისკში ყველა გემი და ნოვოროსისკსაც უტყამენ საზღვაო ზონები, მაგრამ ეხლა ხდება კონცენტრირებულად იზოლაცია ყირიმის. ხო? რატო? იმიტომ ყირიმი არის ამ სამხრეთის ფრონტის ზაპოროჟიეს და ამ მიმართულების მთავარი მომარაგებელი ყველაფრით საერთოდ, ხო? ანუ სამხრეთის ფრონტის მომარაგება დგას ყირიმიდან შესულ შეიარაღებაზე და ყველაფერზე, ხო? ეხლა ხდება ერთის მხრივ ამ ყირიმის და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელი ხიდების და ყველაფრის საერთოდ აფეთქება. აქეთ ამ ხიდს ხო უტყავენ და უტყავენ. მე უკვე ყირიმის შიგნით რა სხვადასხვა ძალიან მაგარი სახელი აქვს ამ სპეცოპერაციას, რომელიც ყირიმის ენერგოობიექტებს ეხება. ეს არის ჩამრთველი გამორთოთ, ანუ რუბილნიკი გამორთოთ ყირიმს რა დაახლოებით ეგაა სახელი, იმიტომ რომ უნდა ჩაბნელდეს ყირიმი და გრაფიკით აქვს უკვე დენი. ნუ აღარაფერს ვერ მომბეხა ბენზინი რო არ არის, ტურისტული სეზონის ჩავარდა და ყირიმში ვინ ცხოვრობს, მოდი ესეც ვთქვათ, ხო? არ ვეხები ხა ყირიმელ თათრებს იმის მიღმა იქ არის უამრავი რუსი, რომელიც იქ ჩავიდა და დაიკავა სხვების სახლები, როგორც აფხაზეთში დაიკავეს აფხაზებმა ქართველების სახლებით და 35 წელია სხვის საკუთრებაში ცხოვრობენ, ეგრე არის იქ უამრავი რუსი. მოვაძო და მაგათ სახლში მოუწევთ წასვლა, იმიტომ რომ უბრალოდ წარმოუდგენელია ეხა ისეთ იზოლაციაში ექცევა ყირიმი და საბოლოო ჯამში ამის მიზანი ჩემი აზრით არის სამხრეთის ფრონტის მომარაგების ჩამოშლა რუსეთის ზაპოროჟიაში და მეორე მხრივ ისო ყირიმი უნდა გახდეს საცხოვრებლად უარგისი. აი ესაა ის მიმართულებები, საითკენაც მიდის ეს ომი და ამ თვალსაზრისით სერიოზული წარმატება ეს და საჭიროა ეს მხარდაჭერა უკრაინის გაგრძელდეს ევროპის მხრიდან და მე ტრამპის წავა და უფრო ამოწურდეს დავამატებ რაც შეეხება ყირიმის ბლოკადას და შენახსენე ფლოტი რომელიც ნოვოროსისკშია გამოკეტილი. ბოლო 4-5 დღეა კადრებს თუ ნახავთ, აი დაუჟელად რო ნადირობენ უკრაინული დრონები ზღვაში ტანკერებზე, ხო? აზოვის ზღვაში ტანკერებზე. ეგ რატო ხდება? იმიტომ ხდება, რომ ცხვირს ვერ ყოფს ვერც ერთი რუსული სამხედრო გემი ნოვოროსისკიდან. იდეაში მაგ გემების გაცილება ევალებათ სამხედრო გემებს, ხო? უბრალოდ იმდენად უარგისები გახდნენ, იმდენად არაფრის თავი არ აქვს რუსულ ფლოტს, რომ აი აზოვის ზღვაში, ხო, იდეაში უახლოესი უკრაინული პოზიცია აქედან არის 150 კილომეტრში. მანდაც კი ვერ ბედავენ სამხედრო გემების გამოყვანას, რომ ეს ტანკერები დაიცვან და ეს ტანკერები მართლა ტირში არიან ახლა. რამდესაც გაუშვებენ, იმდეს ჩაძრავენ, იმიტომ ტანკერის ჩაძრვა ყველაზე ადვილია. ნელა მოძრავი, უდიდესი სამიზნე, რომელსაც 8 წილო, უფრო რთულია 8 წილო, ვიდრე ის რომ მოარტყა. შესაბამისად, ან მოუწევთ რუსებს, რომ ეს ტანკერები გააჩერონ, ან უბრალოდ ერთმანეთს მიყოლებით ჩაუძრავენ გემობანა რო არის თამაში, დაახლოებით ეგრე დაძდებენ უკრაინული დრონები ახლა ტანკერებს. და ეს ხო, და აი ეს ხო შეჯამე ხო ეს ყველაფერი, ეს არაჩვეულებრივი ინფორმაცია. კარგია რომ აი ბოლო ახსენეთ ყირიმი, იმიტომ რომ მას წმინდა სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების და მნიშვნელობის გარდა აქვს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სიმბოლური, იმიტომ რომ ყირიმით დაიწყო ყველაფერი და ყირიმის დაკარგვით პრინციპში ალბათ ის მორალური გარდატეხვა დადგება, რომელიც უბრალოდ პუტინს აღარ დაუტოვებს შანსს, რომ კონდეს პრეტენზია ლეგიტიმურობაზე. რუსული ისტორიიდან კიდევ ერთი რამე ვიცით, რომ უყვართ ყველაზე საშინელი ტირანები, რომლებიც მათ რუსებს სხვათა თავი დავავნებოთ, საშინელად ექცევიან, ხოცავენ მასობრივად, მაგრამ სანამ მიწებს იპყრობენ, ისინი არიან აი ძეგლები და ყველაფერი ფილმები
და ეროვნული გმირები ესე და არ უყვართ ომების წამგები ან მიწის დამკარგავი ზოგადად თავიანთი მმართველები ხა მაგალითისთვის ალბათ თავარი არის ყირიმის ომი. ყირიმის ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და ლამის კითხვის ქვეშ დააყენა მე-19 საუკუნის მონარქია. ამბობენ რომ ალექსანდრე მეორეს მოუწია ბატონყმობის გაუქმება მათ შორის აი ყირიმის ომის მამამისის მიერ ყირიმის ომის წაგების შედეგად და ასევე დათმობა ალასკის. ყველაზე იყო, მაგრამ ეგ მოკლეს მაინც. ხო, აი ზუსტად ეს არის ყველაზე კარგი ტესტი, ვინ უყვართ და ვინ სძულდა. ალექსანდრე მეორე რო არ უყვართ, განმანთავისუფლებელი რუსი ხალხისა. სასწაულია, ხო, ეს არის ყველაზე თავში საცემი. მაგრამ რატომ ალასკა დაუთმო ამერიკელებს და არ იყო ახალი მიწების დიდი დამყრობი. წარუმატებელი იმპერატორი არ ყოფილა ალექსანდრე და როგორც თქვი, ყველა ნორმალურ ერში ისქნებოდა ეროვნული გმირი. ხო? მაგრამ არა, ნიკოლოს პირველი არის ალბათ ყველაზე უფრო ახლო ანალოგია პუტინის. ხო. ერთია. მისი წარუმატება და პირდაპირ ყირიმს ეხებოდა ეგ ამბავი, ყირიმის ავანტიურა წამოიწყო და წააგო. და ძალიან ამას გადაყვაბე თვითონ მე დიდი იმედი მაქვს რომ პუტინის ყირიმული ფიასკო იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რომელიც ანუ სიმბოლურ მნიშვნელობასაც ძალიან დიდი სიმბოლურ მნიშვნელობას არის. ჩემი აზრით, იმიტომ რომ პუტინი და საერთოდ რუსებს აქვთ ეს რაღაცნაირი სიმბოლოებისადმი დიდი პატივისცემა, ყირიმში მარცხი იქნება პუტინის მთავარი დელეგიტიმაცია. მე არ ვამბობ რომ ხალხი აღდგება და ელიტა, აქ ხალხზე არ არის. აქ არის მთავარი ელიტის ამბავია. ელიტაში მოხდება პუტინის. მე არ ვამბობ რომ აუცილებლად უკეთესით ჩაანაცვლებენ, მაგრამ პუტინის რეჟიმი დიდი ალბათობით დასრულდება ყირიმის ამბებთან ერთად და აი ეს უკვე ამის კონტურები გამოჩნდა. არ ვამბობ რომ აი დღეს ხვალ დამთავრდება ყველაფერი და როგორც კი იბომბება ნატო გადამამუშავებელი ქარხანა იწყება მისი რემონტი. უკრაინელები ამას აკეთებენ. ეხლა უკრაინელებს რამდენჯერაც რუსეთმა დაუბომბა ენერგეტიკული ობიექტები ელექტროენერგიის გენერაციის ყოველ ჯერზე უკრაინელები ამას აღადგენენ. ლაპარაკი არის იმაზე ვინ ასწრებს ლაპარაკი არის ხარისხზე და იმაზე თუ ვინ ასწრებს მეტად დაბომბვას და მე რემონტს. ეხლა არის ობიექტები, რომლებზეც ლაპარაკია რომ 6 თვით და ზოგი 1 წლის განმავლობაში ვერ აღდგება, ზოგი აღდგება ძალიან მალე. ერთ კვირაში, ორ კვირაში. ხო, ასე რომ ლაპარაკია იმაზე, რამდენად სისტემატურად გააგრძელებს უკრაინა ამ ობიექტების დაბომბვას, იმიტომ რომ ერთჯერადი დაბომბვა არ ქმნის იმ წინაპირობას, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რომ ჩამოიშალოს ეკონომიკა. და იგივე შეეხება ერთჯერადი არ არის, ყოველდღე დღე არ გავა რა უკვე ამერიასაც თვალყურები. და იგივე შეეხება ყირიმს, რომ ყირიმში მიმავალი ტვირთების დაბომბვა რამდენად წარმატებულად და სისტემატურად გაგრძელდება, ამაზე იქნება დამოკიდებული, ექნება თუ არა იქ მცხოვრებ სამოქალაქო პირებს პირობები, რომ დაედგომებოდეთ იქ. გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ სამხედრო მომარაგება სრულად შეწყდეს. უკრაინელები იყენებენ სპეციალურად სტრატეგიას, რომ აი ყირიმის ხიდს არ უტყავენ, სრულად შეგნებულად და ჩემი აზრით ეს არის გაკეთებული ზუსტად იმ გათვლით, რომ შეიქმნას ისეთი პირობები, რომ არ დაედგომებოდეს მოსახლეობას და წავიდეს. იმიტომ რომ უკრაინას არ ჭირდება ყირიმის ოკუპაცია მტრულად განწყობილი რუსული მოსახლეობის პირობებში. ეს განცხადებულია და ეს სრულად სწორად მიმაჩნია, რომ ის ხალხი, ვისაც უკრაინა არ მიაჩნია თავის სახელმწიფოდ, ვისაც არ სურს უკრაინაში ცხოვრება, უნდა წავიდეს. აუ, თუ შეიძლება ყირიმზე ეს დავამატებ, იმიტომ რომ აი ამ ომამდე 22 წლამდე ნებისმიერი პუტინის მხარდამჭერი რუსისთვის რო გეკითხა რა არის ამ კაცის მმართველობის მთავარი მიღწევა, აუცილებლად გიპასუხებდათ რომ ყირიმი. იმიტომ რომ კი, სხვა მიღწევებსაც ჩამოგიხვდათ, მაგრამ 2014 წელმა პუტინიზმიდან საერთოდ რუსეთი შეცვალა, ხო? იმიტომ რომ იგივე მანამდე თუ რაღაც საპროტესტო მუხტი არსებობდა რუსეთის შიგნით დიდი აქციები და ასე შემდეგ, მე ყველაფერი გადაფარმა იმ ფრაზამ, რომ ზატო კრიმ ნაში. აი ამ ფრაზამ ყველაფერი გადაფარა პროპაგანდაში და მე ამას დიდი უბედურება მოყვა კიდე დონბასში ომები დაიწყეს და ასე შემდეგ, მაგრამ
ყირიმი მეორე მხრივ პუტინმა ამაში საკუთარი ოჯახის ისტორია ჩადო, ხო, ის ცნობილი რეპორტაჟი რომ არის ზარუბინი, რომ კრემლში შედის მის ოთახში და ყველაფერს უაჩვენებს და იქ მამამისის ნახატი აქვს ყირიმში მსახურობდა მეზღვაურად და სევასტოპოლშიო და რაღაც რაღაცა ისეთი ისჯახირო ისტორია. მისთვის პირადულია და თვითონ აკეთებს. არ გამოგონილი პირადულია, მაგრამ გაასაღა პირადული. ლეგენდა შეიძლება იყოს. არ იყოს სიმართლე, მაგრამ აქ იმაზე ვსაუბრობ, მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხია ეს და პროპაგანდამ ამ ხელა მნიშვნელობა მისცა რუსებისთვის ამას. ამიტომ ამ მიმართულებით დარტყმები არის პუტინიზმზე და მის იდეოლოგიაზე და რომ ყირიმში მისი წარმატებულობა იქნება მისი შიდა დელეგიტიმაცია და რომელიც აუცილებლად დამთავრდება მის ჩანაცვლად. რასაკვირველია, იმიტომ რომ ეხლა პუტინი იყო კაცი, რომელმაც ძალიან აი ესე გამარჯვებდებით და ამაყად იარა მთელი ეს წლები, ხო? ყველა ჯერზე ევროპელებს უგებდა 10-0-ს. იმიტომ რომ რაღაცა ჯერ თავი მოაწონა, შეაყვარა, თვალებში ჩაახედა, ყველა იძახოდა რომ ეს პუტინი რაღაცა ისეთია, რაღაც თუ თქვენ ვერ გაუგეთ, აი მე მოვალ და მე დრო დაველაპარაკები, მე გავუგებ. მერე გადალახა ერთი წითელი ხაზი გაუტარეს, ოღონდ ესკალაცია არ იყოს და სტატუს კო შევინარჩუნოთ. მერე გადალახა მეორე წითელი ხაზი გაუტარეს და ასე რაღაცა 10-ობით წითელი ხაზი გადალა, ყველაფერი შერჩა. ტრიუმფით დადიოდა ამ წლების განმავლობაში და ყველამ დაიჯერა რომ ეს არის კაცი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის და ყველაფერი გაზდის. ხო ეგრე იყო. სანამწყურში არ მოხდა რა. ხო. ხო და მაგას ვამბობ და ეხლა აი ამ ესეთი ყოვლის შემძლეობის ლეგენდის მიღმა არის ერთი მოხუცი კაცი, რომელსაც ხელფეხი უკანკალებს, დაბოტოქსებული, მაგრამ საშილ ჩამობერებული კაცი. თუ ეს ლეგენდა მასზე დაინგრა, არაფერი კაც ესეთი არის. ზუსტად ამაზე დგას, ხო? წარმოდგენაზე მის შესახებ, მის შესახებ არაფერზე. თუ ეს წარმოდგენა ინგრევა და ის რომ ელიტაში ელიტაში ეშინიათ რომ მის წინააღმდეგ დაპირისპირ, ანუ შეთქმულება მოაწყო, დგას ამ შიშზე, რომ ის ყველაფერს გაიგებს, მე თუ დავიწყე სხვა ეტყვის, ანუ ყველაფერი წარმოდგენა, ლეგენდის ეშინიათ, თორემ ლეგენდის მიღმა ის უბრალოდ შეხედეთ პუტინს სხვა თვალით. ხო, მან ორი მომენტია. და აი რა შეიძლება მოხდეს ახლა, და ეს ლეგენდა ფაქტობრივად ინგრევა, ხო, ამ პროცესში ვართ. ორივე თქვი პრინციპში, ერთი არის ის რომ ლეგენდა და წარმოდგენა და რაც მეტი დრო გადის, ადამიანები რაღაცებს იღებენ როგორც მოცემულობას, ხო? მაგალითად პუტინი ახლა არის მოცემულობა. იმიტომ რომ რა ვიცი, პუტინი რო ხელისუფლებაში მოვიდა, მე ვიყავი რამდენი წლის, 13 წლის. და ავი 25 წელია უკვე ხელისუფლებაში ხო 38 წუთი. შესაბამისად, ამ ჩემთვის შემთელი შეგნებული ცხოვრება პუტინი იქ იყო. მათ შორის რუსებიც ვინ ცხოვრობენ, ხო, ან როცა რაც უფრო მეტი დრო გადის და რაღაცა მოცემულობა და რაც უფრო მეტად იქცევა, მით უფრო წარმოუდგენელია მის გარშემო არსებობა. შეიძლება ჩვენ გვეზიზღებოდეს, რაღაცა ვერ ვიტანდეთ, მაგრამ რა ხამთვლით რომ მოცემულობა მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი. ეგ ჭირთ ახლა რუსებს, მათ შორის ელიტებსაც. და მეორე მომენტი რაც არის, ეს არის ერთმანეთის მიმართ უნდობლობა. ანუ მე რო რაღაცა ვიღაცის წინააღმდეგ დავგეგმო შენთან ერთად, მე შენ უნდა გენდობოდე, რა, მე უნდა ვიცოდე რომ შენ რაღაცას გეტყვი, შენ არ წახვალ და სხვას არ ეტყვი. ხო, ეს უნდობლობა და ეს მოცემულობა და მის შიში აჩერებს ამ ელიტებს იმისთვის, რომ რაღაცა გადამწყვეტ ნაბიჯები არ გადადგან, მაგრამ ამ ელიტებშიც უკვე რაღაცები ხდება, რა, მთლად ეგრეც აღარ არის. ხო, ბანკის დირექტორი რო გამოდის, სპერბანკის დირექტორი, ყველაზე დიდი ბანკის დირექტორი რო გამოდის და ეუბნება რომ უბრალოდ აი ესე ვეღარ გავაგზავნებს და გეხოცები ხო, ჯერ ხვეწნაზე არიან. ანუ როგორ რაღაც არის, იცი? წარმოგიდგენ პუტინს მაგის თქმა რომ გაუბედო, ან ძალიან გაბედული უნდა იყო და მე არ მჯერა რომ ეხა გრეფმა ამხელა სიმაღლეებს, იმიტომ მიაღწია რომ ძალიან გაბედული და პირში სიმართლის თქმელი ადამიანია, მაგის ილუზია მე არ მაქვს. ან მეორე სასოწარკვეთილი ხარ. იმდენად სასოწარკვეთილი ხარ, რომ უკვე სხვა გირჩევნია რომ ეს თქვა და ამას გადააბიჯო, ვიდრე გაჩუმდე, ხო? ეს ჭირს ახლა გრეფს და ეს ჭირს ხვებსაც. მაგალითად, გარდა ამისა, გუშინ როიტერის სტატია იყო, როგორ გამოიტანა კრემლში, როგორც კონკრეტულად პუტინთან შეხვედრაზე ამბავი, რომ აი პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს. ანუ ვიღაცები, ვინც ამ შეხვედრებს დადენ, ვიწრო შეხვედრებზეა, ხო, საუბარი ის ხო არ იქნებოდა 500 კაციანი შეკრება იქნებოდა, რამდენიმე 1000 კაცი მაქსიმუმ, ან არ
შეიძლება 20 კაცამდე ან 10 კაცამდე ყოფილიყო და მიდის ეს ადამიანი და ესეც სასოწარკვეთით ხდება, იმდენად სასოწარკვეთილია რომ მიდის და ეგრეთ წოდებულ მტრულ მედიას, ხო, დასავლურ მედიას უყვება და ეჭორავება და ეწუწუნება რომ აი პუტინს უთხარით რომ მომი დაასრულოს და ის ამომს არ ასრულებს. ესეც ძალიან დიდი ამასაც დიდი გაბედულება ჭირდება შენ რომ წახვიდე რომ ვიღაცას უთხრა, ხო? აი მაგალითად კრემლიდან რა ვიცი, პუტინის კაბინეტიდან გამოიტანო ამბავი და წახვიდე და როიტერს უთხრა. ამას ჭირდება ან დიდი გაბედულება, ან ამას ჭირდება დიდი სასოწარკვეთი. აგაც სასოწარკვეთის ამბავია. იქ ვინც ზის პუტინთან გაბედული არც ერთი არ არის იქიდან. გაბედული რო იყვნენ აქამდე რა ვიცი მე მოიშორებდნენ, ხო? არ არის ეგ ხალხი გაბედული. უბრალოდ არიან ძალიან სასოწარკვეთილები და ვერ ხედავენ გამოსავალს. და ეს ქმნის იმისთვის ნიადაგს, რომ რაღაც მომენტში, როცა ამ შიშს გადააბიჯებენ, რომ წავიდნენ ამ იმაზე, რომ პუტინი მოიშორონ. ეხლა, როცა ვსაუბრობ ჩვენ უკრაინის თანმიმდევრულობაზე, იგივე დარტყმებთან მიმართებით, ხო? წეგან შენ ამბობდი, რომ უკრაინამ როგორ მიაღწია ამ ყველაფერს, ხო? ეს არ არის რაღაცა სასწაული. ეს ხდება აბსოლუტურად ყველა კონფლიქტში, რომელიც გრძელდება ძალიან დიდხანს და როცა ძალები არიან დაახლოებით თანაბარი. ანუ თანაბარი ძალის ორი მეტოქე როცა ომობს, ერთს თუ რამე უპირატესობა აქვს ომის დასაწყისში და ეს ომი გრძელდება წლები, მეორე აუცილებლად ახდენს დაწევას ამ ტექნოლოგიურ უპირატესობას. ეს არის გარდაუვალი ამბავი. ის რომ უკრაინული დარტყმები გაგრძელდება და უფრო მეტად მოიმატებს, ეს არის გარდაუვალი ამბავი. იმიტომ კი არა რომ რაღაცა უკრაინაში რაღაცა სასწაული ხდება ისეთი რაც სხვაგან არ მომხდარა. იმიტომ რომ ეს არის კონფლიქტების განვითარების ლოგიკა. იმიტომ რომ როცა რაღაცა უპირატესობა აქვს ერთ მოწინააღმდეგეს და ის ამ უპირატესობას ვერ გარდასახავს იმაში რომ ეს ომი მოიგოს რაღაც მოკლე მონაკვეთში, ის მეორე მხარე აუცილებლად დაეწევა მას ამ უპირატესობაში. იგივე მაგალითად პირიქითაც რო ვთქვა, ხო მაგალითად რუსების 2022 წლის დიდი წარუმატებლობა იყო მათ შორის ჰაიმარსების დიდი დამსახურება. მაგრამ ამ წუთას ჰაიმარსების როლი არის ძალიან მინიმალური. იმიტომ რომ იმან თავისი როლი შეასრულა, რუსებმა ამასთან ადაპტაცია მოახდინეს და დღეს ჰაიმარსებს ის არ შეუძლიათ, რაც შეეძლოთ მაგალითად 2022 წლის ხერსონის ოპერაციის დროს, როცა რუსებს აიძულა, რომ ხერსონიდან გაქცეულიყვნენ. ახლა ჰაიმარსებს ეგ არ შეუძლიათ. შესაძლოა პირველი თაობის დრონებს. კი. რომელზე კონტრზომები არის, ყველაფერზე ისინი საერთოდ აღარ არის. როგორ განვითარდა წარმოქმნა ყველა ომი არის ტექნოლოგიური წინსulis გარკვეული ესე იყო სოფლიო ისტორიის განმავლობაში ტექნოლოგიები წინსulis მთავარი ბიძგი. ანუ ერთი მხარე თუ რაღაცა რევოლუციურ რაღაცას აღმოაჩენს და ის არ ეყოფა მას გამარჯვებისთვის, მეორე მხარე მას აუცილებლად ამობამს ხარს, მიუხედავად იმისა, რა შესაძლებლობები არ უნდა იყოს ამ ორ მოწინააღმდეგეს შორის, ხო? მათ შორის რამ გამოიწვია საერთოდ დრონები რატო გაჩნდა? დამრტყმელი დრონები. გაჩნდა იმიტომ რომ საარტილერიო დეფიციტი იყო, საარტილერიო ჭურვები არ იყო და ზოგმა უკრაინელმა შეიძლება ერთმა, ან შეიძლება სხვადასხვა ფრონტის მონაკვეთზე სხვადასხვა ადამიანებმა ერთდროულად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დრონებზე დაემაგრებინათ ან ყუმბარა, ან დაემაგრებინათ RPG-ს გასროლა და ასე გაჩნდა პირველი დამრტყმელი დრონები. რაღაცა მართლა იმას ვიღაცას კი არ უთქვამს ზემო კიევიდან კი არ დაურეკი, ან ბრიუსელიდან კი არ დარეკეს, ან რეინმეტალის შეფმა კი არ დარეკა, პაპერგერმა და უთხრა რომ RPG-ს გასროლები მიამაგრეთო. ფრონტის ხაზზე არსებულმა რიგითმა ჯარისკაცებმა ან ოფიცრებმა მოიგონეს ეს რევოლუციური რაღაცა, რომელიც გავრცელდა მე უბრალოდ იმ მომენტში უკრაინას არ ქონდა იმხელა რესურსი, რომ ეს რაღაცა ახალი რევოლუციური იარაღი საკმარისი ყოფილიყო ომის მოსაგებად და რახან არ ეყო ეს რესურსი. ამიტომ რუსეთი მას დაეწია ამ ამბავში და ამ წუთას დაახლოებით თანაბარი ან პარიტეტია. რუსი იმიტომ ყვდება მეტი, რომ რუსი უტევს და უკრაინელი დაცვაში არის, თორემ უკრაინელებმა ახლა რუსებივით რო დაიწყო ომი, უკრაინელი მეტი დაიღუპება. ამიტომ რას მოვაყოლე ეს ამბავი? მოვაყოლე იმას, რომ ეს რაც ახლა ხდება ყირიმში და რაც ხდება მაგალითად იგივე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვაში, ეს აუცილებლად გაგრძელდება. გაგრძელდება, იმიტომ რომ ამის ყველანაირი მოცემულობა არსებობს, ტექნოლოგიური, ამას დაემატება მალე ფთოსანი რაკეტები ახლა არის, მაგრამ მცირე რაოდენობაა და ეს გაბევრდება აუცილებლად, ამას დაემატება აუცილებლად ბალისტიკური რაკეტები და ეს ლოჯისტიკური პრობლემა რატო არის? აი წეგან იკითხე, მაგალითად რამდენ ხანში რემონტდება ქარხანა. მან თავარი უფრო სხვა რამე არის, ვიდრე ის რამდენ ხანში რემონტდება ქარხანა. აი მაგალითად, მე კაპოტნიადან ვიღებდი, მას რა ქვია, ბენზინს და მიმქონდა მოსკოვის რომელიღაცა ქალაქში ბენზინ გასამართ სადგურზე. ახლა ვიცი რომ კაპოტნია დაბომბილია. ამიტომ რა უნდა ვქნა, ჩემი რაღაცა ტრაილერი თუ ბენზინმზიდი უნდა გაუშვა სხვა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. მაგალითად ომსკში უნდა გაუშვა. მაგრამ სანამ ჩემი ბენზინმზიდი გზაში არის, ის ომსკის დაიბომბა.
ანუ იქედანაც ვეღარ მომაქვს ბენზინი უკვე, მერე ის მანქანა უნდა დატრიალდეს, სადღაც ხვაგან უნდა წავიდეს. ამ დროს ისიც იბომბება. აი ესეთი ლოჯისტიკური ქაოსი არის. ლოჯისტიკური ქაოსი იწვევს იმას, რომ დროზე ვეღარ მოდის მერე შენთან ვერც ნაყინი, ვერც პური, ფრონტზე ვერ მიდის დროზე ვერც დიზელი, ვერც ბენზინი, ვერ მიდის საჭმელი, ვერ მიდის წყალი. ეს იწვევს მერე გაბრაზებას ამ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ისედაც გაბრაზებულები არიან და ყელში აქვთ ეს ომი ამოსული. მეტი კი არაფერი მომხდარა პირველი მსოფლიო ომის დროს. ამ რაღაცა პრობლემებმა ქვეყნის შიგნით რაც ჭირდა გერმანიას და ეკონომიკურმა პრობლემებმა, მათ შორის ჯარისკაცების გადაღლა, მათ შორის იმან რომ არ იცოდა ეს ამ ხალხმა რისთვის ომობდა, გამოიწვია ის რომ ეს მოხდა სინამდვილეში შიგნიდან ჩამოშლა ამ გერმანიის და არა ფრონტის ხაზზე დამარცხება. იგივე საფრთხე აქვს რუსეთს. ოღონდ ეგ იმას კი ანიშნავს რომ ეს აუცილებლად მოხდება. ხა მართლა თლად ვარდისფერ სათვალებში რო არ ვიაროთ. ამის შანსები უბრალოდ იზრდება. განსხვავებით 2022 წლიდან ამის შანსი თუ იყო მაგალითად 5%, ახლა არის დაუშვათ პირობითად ვამბობ 25 ან 30%. რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს შანსები მხოლოდ გაიზრდება. იმიტომ რომ კარგი სვლა რუსეთს ამ წუთას არ არის. აი ეგ მინდოდა ბოლო კითხვა და ამით მინდა დავასრულო. ანუ ხო იყო ესე ამ ომში სულ იყო რომ რაღაცა ჯერ თქვათ უკრაინას ქონდა უპირატესობა, მერე რუსეთი ადაპტირდებოდა თქვათ სულ თავიდან დრონები რო გამოჩნდა უკრაინული დრონები, მერე ადაპტირდა ამასთან. სულ არის ადაპტაცია ახალის გამოგონებაში, ანუ სხვადასხვა პოზიციებიდან ბრძოლა, ხო? ხან უფრო ნაკლებ დამარცხებული, ხან უფრო უპირატესობაში მყოფი და ეხლა ვხედავთ აშკარა უპირატესობას უკრაინის, ხო? ყველა მიმართულებით. ყველა მიმართულებით რა, ისინი თავდაცვაში არიან და წინ ვეღარ მიიწევს რუსეთი, იმის გამო, რაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ არის თუ არა ეს შანსი, ხა რაც ვილაპარაკა, თქვა გასცა პასუხი პრინციპში ლევანმა, მაგრამ შენი აზრით რომ რუსეთმა რაღაცნაირად შემოატრიალოს ეს ამბავი და თვითონ მოიპოვოს რაღაცა ტიპის უპირატესობა. რაც შეხება ხა იარაღის ტიპებს, მე მგონი ბირთვული იარაღის გარდა არ დარჩენილა არაფერი, რაც არ გამოუყენებია რუსეთს, ამიტომ რაღაცა ესეთი აი ხა ეს არეშნიკს თუ ორეშნიკს ახსენებდნენ და ისიც ამდენიმე ისროლეს და კი ბატონო რთული ამის ვერ ჩამოაგდეს და მიაყენა ზიანი, მაგრამ ამით დამარცხებულა უკრაინა, ხო? ერთადერთი რაც შემონახული აქვს, რაც არ გაუკეთებია, ეს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, იმიტომ რომ ეხლა რასაც ხედავთ რუსეთის მობილიზაციის სისტემაში არის ის რომ ეხლა ხელფასების და დაღუპული სტიპენდიის და ამ ყველაფრის გათვალსაზრისით რაღაც წარმოუდგენელ თანხებს იხდის რუსეთი ჯარისკაცზე, ცოცხალზეც და მკვდარზეც და ამ ტიპის мотиваცია ვისთვისაც შეიძლება მიეცათ ზოგი ძალით და ზოგინებით უკვე წასულია, მაგრამ ფაქტია ეს საკმარისი არ არის. თუ პუტინს აქვს ილუზია იმის რომ რაღაცა ფრონტალური შეტევით შეიძლება გააღვიოს ეს ფრონტი და რაღაც დიდ მიზანს მიაღწიოს, ოღონდ ვერ ხვდები მე რა შეიძლება მიაღწიოს. ხო, თითქოს ლაპარაკობენ რომ რაღაცას გეგმავს პუტინი, ამაზე დგას ახლა პროპაგანდა, რომ ცოტა ხან დავიცადოთ და აი რაღაცა ოპერაცია. არა, რაღაცა ოპერაცია იგეგმება ეს რაღაცა. ნუ ერთადერთი ალბათ მიზანი რაც შეიძლება იყოს არის დონბასის ოლქის იმ არაოკუპირებული ნაწილის ბოლომდე დაკავება, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშ. უბრალოდ ეს რაიონები ყველაზე მაგრადაა გამაგრებული, იქ უკრაინელები 2014 წლიდან იბრძვიან და ცოტა ჩემთვის წარმოუდგენელი, მაგრამ აი თუ რამე აქვს პუტინს შემონახული, თეორიულად თუ რამე შეუძლია ეს ის, რომ დაელოდოს ამ რუსეთის დუმის არჩევნებს და იმის მერე გამოაცხადოს მობილიზაცია და დაუშვათ 2 მილიონი კაცი გაიწვიოს. თუმცა ეს მარტო რიცხვები ხო არა, იმ 2 მილიონ ადამიანს გაწვნა უნდა, აღჭურვა უნდა, მომზადება უნდა და მარტო ის რომ მე 2 მილიონი კაცი გავიწვიე და სადღაც უშვებ, ეგრე მარტივადაც არ ხდება, მაგრამ ნუ თქვენი კითხვა ასე იყო, რამე თუ აქვს შემონახული არის საყოველთაო მობილიზება. მე მგონია რომ მიზეზი რის გამოც საყოველთაო მობილიზება აქამდე არ გამოუცხადებია პუტინს არის ის რომ არ არის დარწმუნებული რომ ხეი რომელსაც მისგან მიიღებს უფრო დიდია ვიდრე ის რისკი რომელიც პირადად მის რეჟიმს ემუქრება, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად რაც შეცვლის მთელი თამაშის წესებს, აქამდე რუსული საზოგადოების ზომი იყო სადღაც მათ არ ეხებოდათ, გარკვეულწილად მხარს უჭერდნენ, მათ შორის იმას თუ როგორ წარმოებდა ომი, რომ აი ლევონმა თქვა ეკონომიკაზე ხალხის გაწევის გავლენა. ეს მხოლოდ ეხლა იწყება. აქამდე არსებობდა რესურსი, როდესაც შეგეძლო ომში გაგეყარა უამრავი ხალხი, რომელიც ამ ეკონომიკაში სწორედ არ მონაწილეობდა. ეს იყო ციხის
მთელი პოპულაცია და ეს ბომჟები და არაფრის მაქნისი ადამიანები, ნუ მათი განუსახედიდან და ალბათ ობიექტურადაც, ხო, ნუ მთელი ეს საზოგადოების ყველაზე ფსკერზე მყოფი ადამიანები ამოიწურა ეს რესურსი. და ეხლა აპარატი არის, რომ ყოველგვარი მატერიალური წახალისების გარეშე შენი ოჯახის წევრები შეიძლება აღმოჩნდნენ ამ ომში. ეს ცulis რადიკალურად დიდი ქალაქებიდან უნდა მოხდეს ეს. 2 მილიონ კაც ფულს ხო ვეღარ გადაუხდი. ანუ რომს გადაუხადოს, მე გარ არის გადამწყვეტი. არა, მაგრამ ისე რას ნიშნავს, რომ მიწვევ ჯარში, მამულის დასაცავად. არა, უხდიანი ვინც გაწეული არიან 2022 წელს, იმათ უხდიან მაგალითად. შეიძლება ამათაც გადაუხადოს. ამ ხალხის გაწევა არც ფულად და არც უფულოდ არ იქნება ძალიან დიდი რისკების გარეშე. უამრავ ძალიან დიდ ნაწილს რუსული საზოგადოების ეგ ფული არ უღირს იმათ რომ წავიდეს და იქ მოხდეს ეს ვისაც უღირს ისი უკვე იქ არის ხო ანუ ეს ნაწილი არის უკვე იქ გაწეული არის უზარმაზარი პოლიტიკური რისკი როგორც ვთქვი და რაც ლევანმა თქვა აი მე ნახე შენ ეკონომიკის ჩამოშლა როდესაც შენ ქარხნიდან იქ სადღაც მომსახურების სფეროდან ტრანსპორტიდან ამოიღებ მოქმედ ცოცხალ ადამიანებს რომლებიც ამ ეკონომიკას ამოქმედებენ და აცოცხლებენ ასე რომ ეს ძალიან სახიფათო იარაღია ისე ორივე იარაღი ძალიან სახიფათოა თვითონ რუსეთისთვის როგორც მობილიზაცია აი ესე იგივე ბირთვული თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უზარმაზარ რისკებთან არის დაკავშირებული თვითონ რუსეთისთვის. დაკარგავს ჯერ ერთი ესე არ არის მარტივად, რომ აი რუსეთი ებრძვის უკრაინას, რომელსაც ზურგს უმაგრებს მთელი ნატო. რუსეთს ზურგს უმაგრებს ჩინეთი, რუსეთი იღებს ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას დაფარულს, მაგრამ მნიშვნელოვანს. დაკარგავს იმ წუთში ამ მხარდაჭერას, იმიტომ რომ ჩინეთის ამოცანა არის არც რუსეთის გამარჯვება მაინც და მაინც, მაგრამ რუსეთის ჩამოშლა არ არის მისთვის და საერთოდ ზოგადად წესრიგის ჩამოშლა არ არის. ერთული ომი ნამდვილად არ არის. ჩინეთი კატეგორიული წინააღმდეგი იქნება ამისი, თანაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ფრონტის ხაზის პრობლემასაც ბოლომდე არ ვერაფერს ვერ შეცვლის ფრონტის ხაზს. ეგეთი კონცენტრაცია არსად არ არის, რომ იმ ტაქტიკურმა ბირთვულმა იარაღმა რამე უპირატესობა მოქცეს. ერთი გამაგრებული ადგილის რაღაც ისე განადგურება, რომელიც ფრონტის ხაზს ჩამოშლის, არ არსებობს ესეთი აი რა არის, ესეც ავხსნათ და დავასრულოთ. ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის უფრო მცირე ძალის ბირთვული კომბინი ან რას შვება, როცა გაიშვა. იწვევს დიდ აფეთქებას და ნუ კი ბატონო გამოიწვევს რადიოაქტიურ დაბინძურებას, მაგრამ დროებით არ იქნება ეს მნიშვნელოვანი. ეგ კი არა, აგერ ჰიროსიმა და ნაგასაკი აღდგა ქალაქები ძალიან მალე და ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილებია მგონი მსოფლიოში. ანუ არ არის ეს პანაცეა, რომ აი მე ბირთვული ჭურვი ან რამდენიმე სახეობის არსებობს, ხო? სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს მატარებლად აქვს უმეტესად ეს არის უზარმაზარი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ყოფნის ზოგჯერ артиლერიაც კი არსებობს артиლერიული ჭურჭელები, არსებობს ჰაერით, არსებობს ბევრნაირი არსებობს, მაგრამ მთავარი განმასხვავებელი არის დანაშნულება, რომ იმის გამო ის არის უფრო პატარა ზომის და პატარა ძალის ის ლოკალური პრობლემის გადაწყვეტისთვის არის გამოგონებული და ის ჯერჯერობით არავის არ გამოუყენებს, იმიტომ რომ მაინც და მაინც პრაქტიკული არ არის და თანაც გამომყენებელს აყენებს ბევრად უფრო სახიფათო მდგომარეობაში უკუგების და საერთაშორისო რეაქციის თვალსაზრისით. ასე რომ ორივე ეს თითქოს და შემონახული ვუნდერვაფე, საიდუმლო იარაღი, მობილიზაციაც და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაც ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული თვითონ გამომყენებლისთვის. მობილიზაციაზე ვიტყვი ორ სიტყვას, ხა პოლიტიკურ რისკებზე ისაუბრეს, მე აღარ შევეხები, ძალიან კარგად თქვეს ყველაფერი. მე შევეხები, ან მართლა ყველაფერი დაუშვათ პუტინს გამოუვიდა, ხო? არც პოლიტიკური რისკი შეექმნა, არც ეკონომიკა ჩამოიშალა და აი 2 მილიონი კაცი გაიწვია, ხო? აი რა შეიძლება შეცვალოს 2 მილიონმა კაცმა ფრონტზე. იმ ტიპის ომში, რა ტიპის ომიც ახლა არის, 2 მილიონი კაცი გყავს თუ 9 მილიონი პოკროვსკში და კონსტანტინოვკაში
ქუჩიდან ქუჩაზე და სახლიდან სახლიდან ეგრეთ წოდებულ პერებეშკით მაინც ორმა კაცმა უნდა იაროს. იქ 100 კაცი რო გაუშვა, უბრალოდ მეტი დრონი იქნება საჭირო. გურული ანეკდოტი რო არის, გურულს რო ეუნებიან, ჩინეთში შემოგვესიაო და რამდენი არიან ეგენიო და რა მილიარდნახევარი რა დამარხავს ამდენ მკვდარსო, აი დაახლოებით ეგ ექნება რობერტ მადიარი იტყვის მაგას, ამდენ რუს რა დამარხავს. იმიტომ რომ რეალურად, ტაქტიკა თუ არ შეიცვალა, ხო, ომის წარმოების ტაქტიკა. აი რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ყავს ზურგში. კი, რეალურად შეაჩერებს იმ დეგრადაციას ფრონტის ხაზზე და შეიძლება აი შარშან რა ტემპითაც მიდიოდნენ, მაგ ტემპით სვლა გააგრძელონ, წელიწადში საშუალოდ 5 კილომეტრის სიჩქარით, მაგრამ ის რომ ახლა გამოვარდება უცებ 9 მილიონი რუსი, დადგებიან მარსზე და ჩაიხრიგინებენ და ჩავლენ ზაპოროჟიემდე და დნეპრის აღმოსავლეთ მხარეს მთლიანად დაიკავებენ, ეგ არის ზღაპარი, ვერ მოხდება. ამ სიტუაციაში ვერ მოხდება ხა 2 მილიონ კაცთან ერთად რამე იარაღი თუ მოიგონეს ისეთი, რომელიც ჩვენ არ ვიცით და სამყარო მარიცის რაც დაეხმარება ამ დრონების პრობლემის მოგვარებაში და შეეძლებათ ბრიგადების დონეზე მანევრირება, ხო? ახლა ბრიგადების დონეზე კი არა, ათეულის დონეზე ვერ ხდება მანევრირება. იმიტომ კი არ აქვთ ესეთი ნელი წინსვლა, რომ ხალხს ზოგავენ, ან რაღაცა ტაქტიკა არ უარგათ. იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია დიდი შენაერთის გამოყენება იმ პირობებში, როცა ერთ კაცზე მოდის 10 დრონი. და ახლა უბრალოდ მეტი დრონი იქნება საჭირო და მეტი ოფლის დაღვრა მოუწევს რობერტ მადიარს და მის ხალხს, თორე ხა ერთის მაგივრად თუ 100 კაცი გადაირბენ პოკროვსკში ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე, უბრალოდ 100 დრონის მაგივრად საჭირო იქნება 200 დრონი. ეგ არის ხოვობა. მოკლედ ხომ გეუბნებოდით, რომ საუკეთესო ხალხია ამ თემის ანალიზისთვის და ამიტომ მიყვარს მათი მოწვევა ყველა ჯერზე და ამიტომ ვერ ვცვლი მათ, იმიტომ რომ ასეთი ანალიზი, რა ვიცი, პროფესიული ანალიზი მე მგონი ძნელი მოსასმენია სხვაგან. მით უმეტეს მიყვარს აი ეს, როცა სამივე ერთად სხვადასხვა ასპექტით ავსებენ ერთმანეთს და ასე იმედიანად დავიწყეთ ცოტა ხნის პაუზი, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ჩვენი გადაცემების ციკლი. მოკლედ დავიწყეთ, აღარსად აღარ მივდივარ, გავაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი, საინტერესო გადაცემები გველის წინ, ამით გემშვიდობებით ახლა და არ დაგავიწყდეთ ჩვენი პოდკასტების დალაიქება, გაზიარება, კომენტარების დაწერა და ჩვენი არხის გამოწერა, რასაკვირველია.